აჭარა ჯგუფმა დასვა საქართველოს World Hospitality Maps-ზე. სასტუმროები ხო იცი ყოველთვის ერთმანეთს გავს. ჩვენი იდეა წამოვიდა აქედან, რომ მოდი გავაკეთოთ რაღაც განსხვავებული. როგორ შეიქმნა ეს კონცეფცია? შევქმენით საქართველოს თანამედროვე მომსახურების სფერო, აი კულტურა შევრწყით ქართულ სტუმართმასპინძლობასთან და ჩამოყალიბდა ის, რაც ჩამოყალიბდა. რაღაცა გარდამტეხი რევოლუცია თავის თავში ყველას გაგვეკეთებინა. ხე როგორ გამოგივიდეთ? ცნობის მოყოლება, რომელიც გაძლევდა იმის შესაძლებლობას, თუნდაც დოლარი კიდევ ჭიბეში, მაგრამ მოდი რა იქ შევიხედა რა ხდება. ჩვენი ქვეყანა არის ძვირი ქვეყანა, მაგრამ არ არის ლაქშერი. იაფი ქვეყანა ვარ. არა ვართ ნამდვილად. შეიძლება ბერლინში უფრო იაფი იყოს ყოველდღიური ცხოვრება, ვიდრე საქართველოში. რუმს რატო დაერქვა რუმს? გავეშვით მაშინ მოგზაურობაში, მივესალმები თქვენ უყურებთ კაცმანის ბიზნეს პოდკასტს. მე მყავს დღეს ორი ძალიან საინტერესო ადამიანი სტუმარი, ჩემი მეგობრები დიდი ხნის. ვალერი ჩეხელია და ლევან ბერულავა. ადამიანები, რომელმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ბევრი სასტუმროს ბრენდი, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, არა მარტო სასტუმროს, რესტორნების, სასტუმროების სხვადასხვა ბრენდები, რომელიც გადაიქცა ალბათ თანამედროვე საქართველოს ხას წამყვან სასტუმრო ბრენდებად და დღეს არის დააფუძნეს უკვე თავის საკონსულტაციო კომპანია Salt Projects, რომელიც მთელი მსოფლიო მასშტაბით აკეთებს სასტუმროების, რესტორნების პროექტებს, ხო? ხო ეგრეა. მოგისალმებით, მეგობრებო, პირველ რიგში მიხარია თქვენი ნახვა. მოგესალმებით, საშა გვიხარია აქტუალურად. და ეგრევე შევხვდები თემაში რა პროექტებში ხართ დღეს. აი რომ უბრალოდ ჩამოგვითვალეთ რა პროექტები, იმიტომ ცოტა ხანი სიამაყით ავიფსები, რომ საქართველოსდან ადამიანები მსოფლიო მასშტაბით აკეთებენ პროექტებს. ჯერ ეგ აი დიდ სურათში რო აღწეროთ რა პროექტებში ხართ დღეს. სულ ბოლო პროექტი, რომელიც ახლა გავხსენით, სულ რაღაც ოფიციალური გახსნა იყო ერთი თვით წინ, მანამდე softly იყო 6 თვე უკვე გახსნილია ნიუ-იორკში, ჰადსონში. ეს არის upstate-ი, ძალიან საინტერესო და მაგარი კაი ადგილი არის, 2 საათია მანჰეტენიდან ან მანქანიდან მატარებლით. და ეს პროექტი გავხსენით ჩვენ ამერიკელ პარტნიორთან ერთად, ნიუ-იორკელ მეგობართან, ისეთი real estate დიდი ოჯახი არის და რომელიც დავიწყეთ Katz family, შენ გვართან რა. ხო, Gabriel Katz არის ჩვენი მეგობარი და მფლობელი და ჩვენი პარტნიორი. მე ნიუ-იორკში კაცზე სუსაჭმელი ბახსენდება, სიმართლე Katz Delicatessen რო არის, ხო, ერთ-ერთი მათი ბიზნესი, რა. და შესაბამისად ეს პროექტი დავიწყეთ 3-4 წლის წინ, როცა პირველად წავედით საქართველოსთან 21-ში პანდემიის შემდეგ, სანამ დაუბრუნდებოდით, მაგას კიდე შევეხებით ალბათ რამოდენიმეჯერ. და ეგ იყო, ვაკეთებთ ასე არის ულამაზეს ხო, რომელიც ანუ მინდა რომ რაღაც ხაზი გავუსვათ ამ ნიუ-იორკის პროექტს, იმიტომ რომ გახსნისთანავე უდიდესი პრესა მივიღეთ რა. ისევე როგორც ანუ ყველა ჩვენი პროექტი, როდესაც გავხსენით და ძალიან დიდი პრესა მივიღეთ რა, New York Times-ი, Vogue Magazine. გაშუქება იყო დიდი? ძალიან დიდი. და ერთ-ერთი საყვარელი პროექტი გახდა ისეთი escape ნიუ-იორკელებისთვის რა, არა მარტო ნიუ-იორკელებისთვის, საერთაშორისო მოგზაურები ყველა რასაკვირველია, ძირითადად რაც თავარი ესეთი დატვირთვა ყველა ვარიანტში ნიუ-იორკელების გვექნება, რომელიც ძალიან პრეტენზიული ხალხია. და ნიუ-იორკში ხა მილიონაირი სასტუმრო არსებობს, ხო, არ ვიცი, ხა რანაირი სასტუმრო არსებობს. როგორ გამოგივიდეთ რაღაცა განსხვავებული შეგეთავაზებინათ ნიუ-იორკელებისთვის? იცით რა არის upstate, მაგითო აღნიშნე თავიდან რა, პანდემიის მერე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადგილი გახდა, რადგან ნიუ-იორკის ქალაქიდან გადავიდა ბევრი ადამიანი საცხოვრებლად და დაფუძნდა იქ. ეს არის რაღაცა შეიძლება ნახევარსაათში პატარა ქალაქებისგან შემდგარი შტატია ნიუ-იორკის ზედა ნაწილი, რომელიც მიდის კანადისკენ. მაგითო ქვია upstate და შესაბამისად მანდ არის 2 ძალიან დიდი მნიშვნელოვანი მუზეუმი მსოფლიო დონის, ეს არის Deer Beacon და Storm King-ი. ასევე Woodstock-ი, Catskills-ი, ძალიან ბევრი რაღაც მნიშვნელოვანი ადგილია, რომელიც და ერთ-ერთი მთავარი ქალაქია ეგეთი ჰადსონი. სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება ვინტაჟური ავეჯის და კულინარიის და არტის რა. ყველა ის ჩვენი პროექტი, რომელსაც ვაკეთებთ რა, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ზუსტად ის იდეა იყო, რომელიც საქართველოში დაიწყო რა, როდესაც ძალიან ბევრს მოგზაურობდით, ცხოვრობდით ამერიკაში, ძალიან ბევრს მოგზაურობდით და ძალიან ხშირად იყო, როდესაც აი რამოდენიმე 3 დღეში 3 სხვადასხვა ქალაქი უნდა გამოგეცვალა, 3 სხვადასხვა სასტუმროში უნდა დავრჩენილიყავით ჩვენი სამსახურებიდან გამომდინარე და
იცი რა არის ძალიან რთული იყო მივხვდი რომ გაახო თვალები და გაანალიზო რა ქალაქში ხარ იმიტომ რომ ეს ბრენდის სასტუმროები ხო იცი ყოველთვის ერთმანეთს გავს მაგიტომაც იყო ხო შექმნილი ეს ამერიკელების თეორია იყო როდესაც შეიქმნა ბრენდის სასტუმროები იმიტომ რომ ყველა სადაც არ წასულიყვნენ თუ safe და უსაფრთხოდ რეგზო თავი უნდა დახვედროდათ ერთი და იგივე რუტინული სასტუმროს დიზაინი, ერთი და იგივე უნიფორმა, ერთი და იგივე მენიუ, რომ ესე დაცულად ყოფილიყო. თუმცა ამ მსოფლიო შეიცვალა, ხო? დაუშვათ ის მოგზაურები, როდესაც ბრენდის სასტუმროები იხსნებოდა და ეს ყველაფერი ერთმანეთს გავდა, იმიტომ რომ დაცულად ყოფილიყვნენ პარიზში ჩავიდოდნენ, ავღანეთში, საქართველოში თუ სადაც არ უნდა წასულიყვნენ, რომ დაცულად ყოფილიყვნენ. ეს დავინახეთ, რომ იცი რა არის, სადაც არ მიდიხარ, გინდა რომ რაღაცა ლოკალ ტიპებთან ერთად იყო, იქაური კულტურა გაიგო, შეიგრძნო, რაღაცა იქაური საკვები ჭამო და ზუსტად ჩვენი იდეაც, როდესაც დავიწყეთ რუმსებზეც მუშაობა, მთლიანად იდეურად წამოვიდა აქედან, რომ მოდი გავაკეთოთ რაღაც განსხვავებული, რომ ცოტა შედიხარ ნებისმიერ ქალაქში და მე-13 საქართველოში, რომ მოდი იყოს საქართველოს სტუმარ მასპინძლობა ვნახოთ რა. თემურსაც ნიუ-იორკში შევხვდით, საიდანაც დაიწყო ეს ჩვენი მთელი ოტელიერობა და ჰოსპიტალიტი მიმართულება, იგი ხო რაღაც 2010 წელი. თემურ უგულავაზე მინი საუბარი, მაინც ვახსენებ, ვინ თემურს გულისხმობს. ხო, თემურ უგულავაზე, რა თქმა უნდა და მაქედან დაიწყო ჩვენი ეს მოღვაწეობა მასთან ერთად. ვიცი, სანამ წახვედი იქ სწავლობდით, ხო? იქ სწავლობდით კოლუმბიის უნივერსიტეტი დავამთავრეთ მაგისტრატურა. ორივე? ერთ და იგივე ფაკულტეტზე ერთად სწავლობდით? გადავწყვიტეთ წასვლა საქართველოდან სასწავლებლად. ერთად მუშაობდით საქართველოში მანამდე და ერთად გადავწყვეტ რომ მაგისტრატურაზე წავსულიყავით. და ეხაც ერთად ზიხართ პოდკასტზე. კაი. ვალერი სულ ხუმრობს ხოლმე რომ ქონდა სუოცნება რომ რაღაც ამერიკაში ესწავლა რაღაც ადრე კინოებიდან გამომდინარე რაღაც თავისი ლოკერი ქონოდა და ასე შემდეგ და ნუ ეს ხუმრობრივ რა თქმა უნდა, მაგრამ ეს გადაიზარდა უკვე რეალურ ამბავში, რომელიც არის კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრატურა 2 წლიანი, ძალიან მნიშვნელოვანი. რაზე ჰოსპიტალიტი მენეჯმენტზე იყავით? არა, მე პირველი განათლებით საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკა მაქვს გავლილი, ვალერი იურისტი არის და ერთად მერე უკვე მაგისტრატურა. ორივე ბედკრული საქართველოს შვილი იყო, ხო? ანუ და რაღაცა საჯარო სამსახურში მუშაობდით რა მაშინ და თქვენ და საჯარო სამსახური ვერ წარმოვიდგენი, აი ვერ მიჯდება. ხო, და ძალიან საინტერესო წლები იყო აი საქართველოს აღმავლობის თავიდან და შესაბამისად ეგ გამოცდილებაც დაგვეხმარა და მაგისტრატურა იყო მართვის მიმართულებით სახელმწიფო, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის რა. დაფინანსება როგორ აწიოთ, ბარემ იგეცქვით? მაშინ იყო პროგრამები, დაფინანსება World Bank-ის პროგრამაც არსებობდა, სახელმწიფო პროგრამაც არსებობდა, გვაქვს City Loan-ის ბანკის სტუდენტური სესხი გქონდა ნაწილობრივ და ნაწილობრივ ერთი სემესტრი კოლუმბიის უნივერსიტეტმა თვითონ დაგვიფინანსა პირველი წლის GPA გქონდა წარმატებული. ხო და შესაბამისად წარმატებული სტუდენტები ვიყავით, დაგვიფინანსა და ასეთი ნაკრებისგან შედგებოდა ჩვენი დაფინანსება. არ იყო მარტივი ახლა რაღაცა წასვლა და კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლა და თან იცი რა არის კოლუმბიის უნივერსიტეტში ხო სწავლა მაგისტრატურაზე თან ნიუ-იორკის დიდ მაგისტრატურას გადიხარ ნიუ-იორკში ცხოვრებით რა უდიდესი მაგისტრატურა ეგ იყო იმიტომ რომ შეერთებული პროფესორები რომლებიც ის ხალხი რომელიც დღევანდელ პოლიტიკას დღევანდელ ეკონომიკას დღევანდელ კულტურას ქმნიან ესენი არიან შენ ლექტორები რა და ამათთან ხო და რა ფაკულტეტზე იყავი ჩამორჩები მართვა MPA Master of Public Administration და კონცენტრაცია იყო მენეჯმენტის ხო და 2 წლიანი პროგრამა იყო საკმაოდ რთული როდესაც ჩავედი მანამდე რომ მეკონდა რომ პირველი დღე მახსოვს ორიენტაციის დღე რომ მეთქი მე ალბათ დავბრუნდები შვილში თქობით პირველი აზრი იყო მოვწყდები აქედან იცი რა ძალიან ინტენსიური პირველი სემესტრი იყო თან ხო იცი ნიუ-იორკი პირველი გავიცა ნიუ-იორკი როდესაც პირველი midterm-ის ის იყო რაღაცა არ დადეგები თორემ მანამდე ვერც გავედი ქალაქში რა ჩვენი დღე იწყებოდა ლექციებით მე გრძელდებოდა ბიბლიოთეკაში და თავდებოდა დილას ბიბლიოთეკიდან ისევ ლექციაზე რა იმიტომ რომ საკმაოდ რთული იყო და ჩვენ თქვით რომ ჩადიხარ საქართველოს და ყველაზე მაქსიმალური კრედიტი გინდა აიღო და ყველა საგანში გაინტერესებს და მე ხვდები რომ იცი რატო ავიღე ამდენი კრედიტი პირველი Thanksgiving-ი იყო და ნუ ისეთი სირთულე იყო პირველი სემესტრის პირველი ნაწილი იყო და ნუ ეკონომიკა და სტატისტიკა იყო ძალიან მაღალ დონეზე და შესაბამისად ძალიან სირთულეები იყო მაგრამ მახსოვს
ჩვენმა დირექტორმა გითხრა ეხლა მოდის Thanksgiving break-ი იყო, long weekend-იო და შედითო სახლებშიო, ჩაიკეთეთ შიგნიტანო და მერე გამოდითო უკვე გეცოდინებათ ბევრი რამე რაც აქამდე არ იცოდითო. მოკლედ აი ეგეთი თან ბევრი რამე გასწავლა, დაგასწავლა, აი რა მოგცათ ამ სწავლამ? დამოუკიდებლობა, დისციპლინა, დამოუკიდებლობა. გამტანიანობა, დისციპლინა, დამოუკიდებლობა, თავდაჯერებულობა, საქმისადმი პროფესიონალიზმი. ხო, და რაღაცა უნდა იყო ის მაქსიმალისტი, იმიტომ რომ ნიუ-იორკში კონკურენცია იმხელა არის, რომ შეიძლება დღეს ვიცი რა, ბებია გამიხდა ცუდად და უნდა წასაყვანი ვიყავდა და ამიტომ 5 წუთი დამოგვიანდა სამსახურში, ზუსტად იცი რომ შენ დესკზე სხვა ის უკვე იმ 5 წუთში მივხვდი. არ მოსულო იქ. ხო, რაღაცა იქ. რაღაცა ძალიან განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, აი ეს რაღაცა მარტივი ჩვენი ქართული გაგებით რაც შეიძლება რომ ჩვენთან იყოს, იქ არ მოსულა ნახდად და ძალიან რამე მოგცა. მაგიტომაც არის რაც არის. მაგრამ კოლუმბიის უნივერსიტეტის გარდა ნიუ-იორკმა მოხდა ძალიან დიდი რაღაცა ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არის ალბათ მექა იმის ყველაფრის ჰოსპიტალიტის მათ შორის. კულტურა, ჰოსპიტალიტი, მუსიკა, არტი, საჭმელი, გასტრონომია. ეს არის ყველაფრის ერთობლიობა, სადაც ჩადის ყველაზე საუკეთესო ტიპები მსოფლიოდან, რომ აჩვენონ თავისი შესაძლებლობა. და კონკურენცია აქედან გამომდინარე ძალიან მაღალია, ხო? დაუშვათ, იმიტომ რომ ყველაზე საუკეთესო მზარეულები ჩადიან, რომ დაამტკიცონ, რომ იქ თუ შეძლებენ, მაშინ შეძლებენ ყველაზე საუკეთესო არტისტები, მუსიკოსები, პროფესიონალები, ბანკირები არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე საუკეთესო ადამიანების შეკრება დროებით თუნდაც, იმიტომ რომ ჯერ ესეთ რომ ჩავედი მაგ ქალაქში პირველად სასწავლებლად ჩავედი ამერიკაში, მანამდე არ ვიყავი ნამყოფი და ხვდები რომ იცი რა არის ლოკალი ხდები ეგრევე ნიუ-იორკში რა, რაც უფრო აქცენტით საუბრობ, მით უფრო მიღებული ტიპი ხარ და საინტერესო ტიპი ხარ და არავინ არ არის ადგილობრივი რა. საერთაშორისო ტიპების რაღაც ერთობლიობა, რომელსაც უნდა გამოაჩინო მაქსიმალურად შენ შესაძლებლობა რა შეიძლება გაგაჩნია და თუ გაქვს ის ნიჭი და შრომის უნარი, მაშინ ყველა ვარიანტი ხვდები, რომ შრომას ფასდება და ეს მნიშვნელოვანი დეტალი იყო, რაც გვასწავლა. ასევე გვასწავლა ის, რომ თუ ერთი დღე არ იმუშავე, მეორე დღე შეიძლება უსახკაროდ დარჩე და რამე კონდათ ეგეთი შემთხვევა, ისე გაიღიბე შენ რომ რაღაც მადლობა რომ არ მქონია, იმიტომ რომ ძალიან ისედაც დისციპლინირებული და ისედაც ეგეთი მოწოდებით ვიყავით, იმან უფრო გაგვაძლიერა, უფრო ჩამოგვაყალიბა და შესაბამისად, ანუ ეგ ჩამოვიტანეთ მერე საქართველოში, როცა საქართველოს თემებზე ვილაპარაკებთ, აი კულტურა შევრწყით ქართულ სტუმარ მასპინძლობასთან და ჩამოყალიბდა ის, რაც ჩამოყალიბდა, რაზეც შემდგომ ვისაუბრებთ უფრო დეტალებში და ხო, ეგრეა რა, როგორც დავყვეთ ისტორიულ ლოგიკასო დავყვეთ, მოკლედ შემთხვევით, სრულიად შემთხვევით გავიცანით თემურ გულავა, რომელმაც როგორ მოხდა ეგ ამბავი? ვიცი როგორ მოხდა, მაშინ მეგობრებისგან, ხო, საერთო მეგობრებისგან, მაშინ რაღაც ნაწილობრივ მაშინ გადმოდიოდა თავის ოჯახი, ოჯახი ცხოვრობდა ბაია გავიცანით და ბაიასგან შემდეგ უკვე მე გავიცანით თემური და თემური ჰქონდა იდეა დაწყებული ეს ჰოლიდეინის კეთება და მაშინ რაღაცა პატარა გამოცდილებიც მოგვიწყო ცხოვრებაში, რომ იცი რა არის რაღაცა მაგს ბიზნესი, აბა იმაში თუ ჩაიხედავთ და რაღაცა და ჩვენ საინტერესო იყო, რომ ეს ადამიანის ყოველთვის საინტერესო იყო, მანამდეც ვიცნობდი, გააგებული მქონდა ერთ-ერთი და მეორე-ერთი ბევრი ადამიანი არ არის თემურის ძალიან ცოტა ბიზნესმენი ვიცი, ვინც თემურისნაირად ხედვა აქვს ბიზნესის განვითარების, რა თემური ამითარებს ბიზნესს იმისთვის, რომ ქვეყანაც განვითარდეს და თუ განვითარდა ქვეყანა, მე შავის ბიზნესიც კარგად განვითარდება, ეს ამისი იდეა და ყოველთვის ისეთ პროექტებს აკეთებს, რომელიც არ არის მხოლოდ მისი ეკონომიური შედეგის მაჩვენებელი, ღირებულება უნდა ქონდეს კიდევ უფრო ბევრად დატვირთული. ხო, სოციალურად რას მოიტანს, რა ღირებულება ექნება ამ პროექტს, ამასაც უხურებთ. და ეს კულტურა, ეს რომ ვიცოდი, ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. მაშინ 30 წლის ვიყავი, 29-ის, როცა შემოვერდი თემულს და
ძალიან დიდი სიამოვნებით დავიწყეთ მუშაობა იმ განსხვავებულ პროექტზე, რომელიც ეს ახალი პროდუქტი, რომელიც შეგვქმნით Rooms-ი. ხო, აი სანამ Rooms-ზე გადავალთ, მე მინდა მაყურებელს მიმართო, აი ზუსტად ასეთი ისტორიების მოსასმენად, უნიკალური ისტორიების მოსასმენად სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენი არხი გამოიწეროთ, იმისათვის, რომ ესეც სტუმრებს უსმინოთ და ასეთ ისტორიებს მოусმინოთ. ჩემი საქმეა დავპატიჟო ეგეთი ადამიანები ჩემ სტუდიაში, თქვენი საქმე არის გამოიწეროთ ჩვენი არხი. მოდი Rooms დაუბრუნდეთ. ანუ როგორ შეიქმნა ეს კონცეფცია? ყველაფერი გვაინტერესებს, იმიტომ რომ მოდი ესე ვთქვათ, ერთ-ერთი თუ არა ყველაზე წამყვანი სასტუმროების ჯგუფი არის დღესაც საქართველოში და ძალიან ბევრი რესტორნის მფლობელი იქნება თუ სასტუმროს მფლობელი იქნება ბენჩმარკად, ანუ შესაძლებელ პარამეტრად იყენებს საჭარო ჯგუფს. ხო და როგორ შეიქმნა ეს კონცეფცია, რომ მოგვიყვეთ, როგორ შეიქმნა ქართული ბრენდი Rooms-ი, ხო? ანუ რეალურად. იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი და მე ლევანიც ერთასაკურველი ძალიან. როგორ დაიწყო და გეტყვი, ეს იყო როდესაც ჩამოსული ვიყავით მე და ლევანი თემურთან რო შევხვდით, მაშინ უნდა თემურს რაღაც ახალი, მაშინ ჰოლიდეინი იყო და ჰოლიდეინში ოღონდ ექსელურია და ქსელური და უკვე თუმცა თემურის იდეა იყო, რომ პირველი ფრენჩაიზი ყოფილიყო საერთაშორისო ბრენდის. მანამდე რაც არსებობდა საერთაშორისო ბრენდები საქართველოში, ყველა იყო managed სასტუმროს ბრენდისგან, management კონტრაქტით იყო. და პირველი იყო ჰოლიდეინი, რომელიც საერთაშორისო ბრენდი იყო, მაგრამ ძალიან ქართული მენეჯმენტით, ანუ ფრენჩაიზი იყო და მაშინ სულ რამოდენიმე მაშინაც განსხვავებულ რაღაცას ქმნიდა, ხო? კი, თავიდანვე ეგრე იყო. ხო, იმიტომ რომ განსხვავებული არის ჰოლიდეინი, ყველა ჰოლიდეინისგან საქართველოს ჰოლიდეინი, რომელიც სოფლიოში არის. მაღალი კლასის ჰოლიდეინია თავის დიზაინით, თავის დატვირთულობით და ასე შემდეგ. და ჩამოვედით მე და ლევანი და მაშინ მოდი რაღაცა გავიწყოთ ერთად და ჩვენი იდეა. როგორც კონსულტანტები ჩამოხვედით თუ უკვე სტაფერები? მე როგორც CEO კომპანიის, რომელსაც მაშინ ქონდა ესე ჰოლიდეინი და გვინდოდა რამაც მოვიყვეთ. ჰოლიდეინის დაწყებითი ეტაპი იყო, მხოლოდ 3 სართული იყო ღია, 30 ოთახი, რაღაც ძალიან პატარა გუნდი არსებობდა და შემდეგ უკვე ნელ-ნელა დავიწყეთ ზრდა და განვითარება. და პირველად ჩავჭეკით მანქანაში, რომ მოდი რეგიონით დავიწყოთ და ჩავჭეკით მანქანაში, წავედით მაშინ პირველად ვიყავით 3-ვე ყაზბეგში, გავაჩერეთ მანქანა, მახსოვს აი ამ სადაც დღეს Rooms ყაზბეგი არის, მაშინ იყო ნანგრევები, ძველი ჩონჩხი იყო იმისი, ძველი სანატორიუმის. და გავაჩერეთ მანქანა მახსოვს და ამ ყაზბეგს შევხედეთ და რაღაც პირველი 2 წუთი ხმა არ მოგვიღია არცაც და მე ვთქვით რომ მე რაღაც გვერდზე ვირი იდგა და იმის ყოფილი გამოგვაყვა და ისა და მივხვდით რომ მოდი აი აქ უნდა დავიწყოთ სასტუმრო და დაიწყო აი ყველაფერი იქიდან. თემური დასაკვირველია, ძალიან დიდი ხედვა ჰქონდა და კონცეპტუალურად თემური აწყობს იმას რომ აი ესეთი იყოს რა მოდი და მე უკვე ერთობლივი ძალებით რასაკვირველია და მე ერთობლივი ხედვით რა მე და ლევანის ხედვით. მე მინდა თქვენი ტანდემი განვიხილო და სოდაშორის კიდე ერთხელ მოვიპატვიჟებ ძალიან საინტერესო იქნება თემურის პერსპექტივიდან მოყოლილი გამბავი როგორც ენტერპრენიორისგან, მაგრამ აი თქვენ სამს, ანუ ხედვა მისი იყო თუ ამ ხედვაზე ერთად მუშაობდი და მე ახსოვებაზე თქვენ გადადიოდით, რომ აი როგორი იყო თქვენი ტანდემი და თქვენ შორის ტანდემიც საინტერესო არის, თქვენ როგორ აგაქვთ თქვენ ტანდემში გადანაწილებული როლები ერთმანეთში? იცი რა, თითქოს გადანაწილებულია, მაგრამ ამავდროულად არა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნება ერთად, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ვითარდება ერთობლივი ძალებით, თემურ ძალიან ჩართული იყო რა თქმა უნდა კონცეფციის შექმნაში და თავიდანვე განვიხილავდით რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, რა იქნებოდა საინტერესო ამა თუ იმ პროექტთან მიმართებაში. შემდეგ ძალიან ჩართული იყო არქიტექტურული და დიზაინერის მიმართულებით ამ ყველაფრის შექმნაში და შემდეგ ჩვენ ძალიან არსებული ახალდამთავრებული სტუდენტები ვიყავით, რომელიც ისეთი არის რაღაცა ახალი პროდუქტის შემქმნელები, რომელიც გვინდოდა რომ რაღაცა ახალი დაგვედო და
ძალიან ბევრ ადგილას ერთად მივედით რა ვაჩვენებდით აი ეს არის ჩვენი საყვარელი ინსპირაცია მოდიოდა ნიუ-იორკიდან რა ამის თქმა მინდა რა ეს არის ჩვენი საყვარელი რესტორანი ეს არის ჩვენი საყვარელი სასტუმრო აი რაღაცა ერთად ათვალიერებდით ნიუ-იორკში ამას ყველაფერს კი ჩვენ დავდიოდით ბევრ ადგილას ჩვენ საყვარელ ადგილებს უზიარებდით ჭამდით ვსვავდით ვაჩვენებდით და ეს ყველაფერი ეს ერთობლიობა ქმნიდა მერე უკვე იმ კონცეფტს რაც იქნებოდა ხოლო რაც შეეხება შემდგომ უკვე ამ გახსნის შემდგომ ეტაპს რა ჩვენ რო ჩამოვედით საქართველოში და მაშინ დრუმსპილის გაიხსნა 2014 წელს მანამდე საქართველოში მიმტანობა მაგალითად არ ითვლებოდა პრესტიჟულ სამსახურად კი არა ვიტყოდი რომ ოდნავ ტეხავდა რა და სტუდენტები არ მუშაობდნენ ამ მიმართულებით და ჩვენ ძალიან მოგწონდა ეგ მიმართულება როგორც იყო ნიუ-იორკში მაგალითად ან პარიზში ან სტუდენტები მუშაობდნენ ქონდათ თავისი შემოსავალი და ყოველთვის ვიძახდით რომ საქართველოში კულტურიდან გამომდინარე რა თქმა უნდა მშობელი ბავშვს 16 წლის ასაკში ან 18 წლის ასაკში სახლიდან არ უშვებს და მას შეუძლია ცხოვრება და შესაბამისად არ საჭიროებს ის თავის რაღაცა ფულს რომ მე იქირაოს ბინა ეს ყველაფერი ეს ქმნიდა იმას რომ სტუდენტები არ მუშაობდნენ და გვინდოდა ეს ყველაფერი შეგვეცვალა რაც გამოგვივიდა ძალიან წარმატებით და შევქმენით რომ მივედით უნივერსიტეტებში თეატრალურში სამხატვრო აკადემიაში ასე შემდეგ და გაბედული ახალგაზრდობა შევქმენით ის საქართველოს თანამედროვე მომსახურების სფერო და ვუთხარით რომ თქვენ იქნებით მიმტანები ზოგი შეფი მზარეული ზოგი რა ვიცი ჰოსტესი და ასე შემდეგ და შემდეგ უკვე მუშაობის მერე თუნდაც ერთად მეც და როგორ მოაწონეთ ეს იდეა ანუ აი მიხვედით აი ზუსტად აი ამ სიტყვებით რომ თქვენ გექნებათ თქვენი შემოსავალი თქვენ მერე შეძლებთ თქვენი ბინების ქირაობას და მერე ყველა ერთად თუნდაც გავერთობით საღამოს იყო კითხვა სადმე დადიხარ და არ დავდივართ იმიტომ რომ არ არის რაღაც მისაღები ხო და ჩვენთვისაც არ არის და ჩვენ ზუსტად იმის გაკეთება გვინდა რომ თქვენ მერე იაროთ რა ზუსტად ასეთი პროდუქტი შექმნა გვინდა რა ხო მე მახსოვს იდეა იყო მთავარი რა აი რომში რომ მივედი მახსოვს ეს პირველი განცდა რომ საქართველოში მოვედი სადღაც ადგილას და მიმტანი დამხვდა ტატუებით და საყურით და გრძელითმებით თუ მოკლეთმებით თუ ფერადითმებით და ანუ და დავინახე რომ რეალურად რაღაცა გარღვევა მოხდა იმ მომენტში იმიტომ რომ რაღაც სხვა ხალხი გამოჩნდა სტავში ვიდრე მიღებული იყო კი ბატონო და ეგ ინსტიტუტი შევქმნით და სხვათა შორის არ მახსოვს რომელმა ბანკმა ორიდან ერთ-ერთმა გააკეთა კვლევა 2 წელიწადში რუმსპილისის შემდეგ რომ რა არის ახალგაზრდებისთვის ყველაზე საინტერესო დასაქმების კომპანია და აჭარა ჯგუფი იყო ხუთეულში შედიოდა და ძალიან პოპულარული გახდა შესაბამისად ანუ თან ჯგუფი ისე ვითარდებოდა რომ ყოველ წელს იხსნებოდა ახალი ფაქტიურად ობიექტი რა რუმსპილისის შემდეგ გაიხსნა ლოლიტა შემდეგ გაიხსნა ფაბრიკა შემდეგ გაიხსნა სტამბა შემდეგ რუმს კოხტა და ამიტომ ეს განვითარების ეტაპი მათთვისაც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ მათ ხედავდნენ რომ ეს პირველ რაღაც entry level-ზე რო შემოდიოდნენ დაწყებით პოზიციაზე, შემდეგ უფრო სწრაფი და მზარდი განვითარება ხდებოდა მათ ცხოვრებაში და ეს ყველას რა თქმა უნდა ძალიან ჩვენთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო რა საშა ხა წარმოიდგინე ყაზბეგში, როდესაც ჩვენ სასტუმრო დავიწყეთ მისასვლელი გზაც ძალიან რთული გზა იყო რა და ხა ყაზბეგში 156 ტომრიანი სასტუმროს გაკეთება ანუ რაღაცა ცოტა ისეთი გაბედული იდეად ჩანდა რა და ყველა ქალაქს თავისი ის აქვს ხო გამოწვევა და ჩვენ ჩავედით რეალურად ხო მოსახლეობის 80% ყაზბეგში არ ცხოვრობდა იმიტომ რომ არც ერთი სამსახური არ იყო პერსპექტივა იმისი რომ რამე ყოფილიყო არ იყო და დავიწყეთ ამ ხალხის ძებნა იმიტომ ჩვენ სასტუმროს ვაკეთებთ ჭირდებოდა ძირითადად ლოკალები რომ დაგვესაქმებინა ხო იმიტომ რომ ჩვენთვისაც გავთვალეთ რომ ჩამოიყვანეთ თბილისიდან თანამშრომლები მათი სახლები ააშენე ანუ ქირავე ძალიან ძვირ საოპერაციო ხარჯებამდე გავდიოდით ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც კომპანიის CEO-ისთვის რომ ჯერ ლოკალები დასაქმებული იყვნენ, ადგილობრივების ყოფილიყვნენ ის ადამიანები, რომლებიც
ვით შეითვისებდნენ და მათ იქნებოდა ეს სასტუმრო და მეორე ერთი საოპერაციო ხარჯების ნაწილშიც გაგვეთვალისწინებდნენ და დავიწყეთ მათი მოძებნა, რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ უკვე ყაზბეგის გარეთ თბილისში უმეტესობა და ვუთხარით რომ ჩვენ ვაკეთებთ სასტუმროს და მოდი არ გინდა წამოდი უკან და შენ სახლში დაბრუნდი და ჩვენ სამსახურს და მიმტანის პოზიციაზე არავის არ უნდოდა და სერვისის პოზიციაზე, იმიტომ რომ არ იყოს ეს გაგება, თუმცა მივხვდი რომ ამაზე ძალიან ბევრი სამუშაო იყო რა, იმიტომ რომ სერვისის თანამშრომლები ძირითადად რომლებიც ისეთი სამსახურებზე ყველა თანახმა იყო, რომელიც არ ჩადნენ, მაგალითად დამლაგებელი უფრო მეტად საინჟინრო ნაწილი, სამზარეულოს ნაწილში, ესენი თანახმა იყვნენ, თუმცა მიმტანად მუშაობა ადგილობრივი არც ერთი არ თანხდებოდა რა, ეგეც ძალიან დიდი ის იყო რა, გამოწვევა იყო და მახსოვს რაღაცა თბილისიდან წავიყვანეთ მიმტანების სერვისის ნაწილი, ვიქირავეთ სახლები ადგილობრივების. ისე მოგიწიათ თავიდან? ვუთხარით რომ ადგილობრივებს ვუთხარით რომ რაც კი სოფლის მეურნეობის პროდუქტი მოგყავთ დაუშვათ ჩვენც ადევათ რომ თქვენგან შევისყიდოთ და ისეთი ყველი საკეთებდა ერთ-ერთი თანამშრომელი რომელიც ალბათ ყველაზე გემრიელი ყველი და დღესაც ისტორიულად არის ყაზბეგში რუმში ვახვალის დიდი ყველის თავი როდესაც ხდება საუზმეზე ეს არის ზუსტად ადგილობრივების გაკეთებული თქვი რომ იცი რა მივხვდი რომ ყოველი მეორე ვინც ამოდიოდა ხინკალს უკვეთავდა და ეს ცოტა გაცვეთილი ისტორია მაგრამ აუცილებლად უნდა მოყვე იმიტომ რომ ყოველი მეორე ყაზბეგის წარმოშობით ხინკალი იქიდან რაღაცა ფასანაური და ყაზბეგის თეოლური ხინკალი ეს ყველა ჩამოდიოდა ჩვენც ვაკეთებდა მივხვდი რომ ხინკალის თუ აბძალავდით გაყიდვა სასტუმროში ადგილობრივები აუცილებლად გააკეთებდნენ და მართლა მეორე დღეს თქვი რომ იცი რა მოდი აღარ გავყიდოთ ხინკალი და ადგილობრივებმა დაიწყეს ხუთის რესტორანი პირველივე წელს გაიხსნა ხინკალის რესტორანი ადგილობრივებს და მე ყველა ვინ ჩამოდიოდა სტუმარს ვეუბნებოდი თუ აგერ ხინკალი თუ გინდა ჩადიქვევით ჩვენი თანამშრომლები ვინც იყვნენ თბილისიდან გავიგე რომ ასწავლიდნენ მაგალითად ახალგაზრდებს ვინც იქ ცხოვრობდნენ ბავშვებს ინგლისურ ენას ზოგი რაგბს ასწავლი და ზოგი მათემატიკას და ასე შემდეგ სულიად უფასოდ რა და ჩვენ მე ვუთხარი ამ ჩვენ თანამშრომლებს მე წაგახალისებთ თუ თქვენი ყველას ვისაც ასწავლით ამ ახალ თაობას ადგილობრივებს ყველგან იქნება აი A პუნქტიდან B პუნქტამდე გამოვიდა მანქანის მაგივრად A პუნქტის მიმტანიდან გამოვიდა A პუნქტიდან მიმტანი B პუნქტამდე და ყველგან იყო მიმტანი რა ან ყველგან იყო ის სერვისის თანამშრომელი რომელიცთვისაც გვეთქვა რომ ეს არ არის გაიგივებული იმ გაგებასთან რომელიც აქამდე არსებობდა სერვისის თანამშრომლებში საქართველოში რა ეს არის ადამიანი ჩვეულებრივი რომელიც ყველას გვაქვს იმის შესაძლებლობას მივცემ და ამ ეს სილაბუსი რომელიც სასწავლო სილაბუსი იყო რა მათემატიკა იყო რეგბი იყო თუ სადღაც ყოველთვის იყო სერვისის თანამშრომელზე აწყობილი და დღეს უკვე რამდენი წელი გავიდა 15 წელია ყაზბეგის არსებობს უმეტეს თაობა რომელიც წამოვიდა ახალი თაობას და მუშაობს დღეს ყაზბეგში და აღარ აქვს ის განცდა რომ იცი რა ტეხავს მიმტანობა ან სერვისს ხო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველთვის სოციალური კორპორატიული პასუხისმგებლობის შექმნა და ამ მიმართულებით მუშაობა ეს UN Women იყო მაგალითად კომპანია ორგანიზაცია ვინც დაასახელა აჭარა ჯგუფი პირველ საქართველოში პირველ კომპანიად რომელშიც ქალთა უფლებები იყო ძალიან დაცული იმიტომ რომ ჩვენი მენეჯმენტის ნახევარზე მეტი ქალები იყვნენ, ხო? ამას შეგნებულად კი, რა თქმა უნდა, ვალერის გადაწყვეტილებით იყო, რომ ყველა GM-ი, ყველა სასტუმროში ყოფილიყო ქალი. და ამას რა თქმა უნდა ძალიან დიდი რას ხედავ ქალში GM-ისთვის უფრო შესაფერის? ხალხი კი არ ხედავთ ქალის როლის გაძლიერებაში ხედავთ ამას მიხვდით და ანუ ჩვენთვის მე მაინტერესებს ეგ როლის გაძლიერება, მაინც რაღაც თვისებები. მე რა მინდა ვთქვა? მე აღსრულებაში ბანკშიც ეგრე იყო, სარკეშიც ეგრე იყო. აღსრულებაში ყოველთვის უპირატესობას ვანიჭებდი ქალებს. მე მგონია რომ აი ეს პასუხისგებლობა დეტალებზე ორიენტირებულობა, რაღაცა თვისებები არის უნიკალური, რომელიც ქალს აქვს საქმე, კონკრეტულად ხო საქმის ჭრილში ვაპარაკობთ.
და ხედავ ისე თვისებებს, რომელიც ძალიან მომგებიანია საქმისთვის. აი ეს პასუხისმგებლობის გზნობა, დეტალებზე ორიენტირება, ეგ ჩემი პერსპექტივაა. მე მაინტერესებს თქვენ თუ ხედავთ, გარდა იმისა, რომ თქვენ გიდოდა ხალის როლის გაძლიერება და შეგნებულად აკეთებდით ამას. და დღეს საერთოდ კორპორაციებში, ბორდებზე უკვე პოლისის ნაწილი არის, რომ ბორდის წევრის, რავი, მესამედი, ზოგში ნახევარი უნდა იყოს ქალი. და რაღაცა კუთხი დღეს რომ ჩემ შვილს ვეუბნები მე არის ხა 18 წლის ჩემი შვილი გოგო და სულ ვეუბნები რომ ეხლა რო შესაძლებლობებია ეგეთი შესაძლებლობები არ ყოფილა აქამდე დღეს რა შესაძლებლობა ყველა კარიღია ანუ ყველაფერი შენზეა დამოკიდებული და ძალიან საინტერესოა რომ თქვენ ეს დაიწყეთ 15 წლის წინ კორპორატიული კულტურის ნაწილი ჯერ ესეთი მოდი იქიდან დავიწყებ რომ იცი რა ძალიან დიდი პროტესტი იყო აი ხაზბეგი იყო ძალიან გადამწყვეტი რა იქ როდესაც მე გადავწყვიტე რომ ხალი ყოფილიყო GM-ი ძალიან დიდი წინააღმდეგობა მიიღე ხო იმიტომ რომ მithres რომ იცი არავინ არ მოусმეს ქალს როგორც GM-ს ამიტომ ჯობია შეცვალ შენ გაწყვეტილება იქაურები გირჩევდნენ ხო ანუ ეს იყო სერიოზული ესა რჩევა რომ მე ვთხარი როგორ რატომ ხო ცადოთ ანუ მე არ გეჭიდავებით ვსადოთ იმიტომ რომ მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია იყო ამის თქმა რომ იმისთვის რომ ქალი უნდა ყოფილიყო GM-ი და იმისათვის რომ რაღაცა გარდამტეხი რევოლუცია თავის თავში ყველას გაგვეკეთებინა რა და გვეთქვა რომ იცი რა არის რა სხვაობა იმის მართვის ნაწილში არავით არის ხო და ეგ იყო ერთ-ერთი თავარი გადამწყვეტი რომ მოდი რა აი გავიტან და იცი რა არ მოусმენენ რას ნიშნავს არ მოусმენენ რატო არ მოусმენენ არასწორ დავალებას თუ მიიღებს არ მოусმენს მაგრამ თუ სწორ დავალებას მიიღებს რატო არ მოусმენს და ეგ იყო ერთ-ერთი გადამწყვეტი რომ იმისათვის რომ გადაგვეწყვიტა რომ მოდი რა ქალებს თუ ამ მდგომარეობაში ვართ რომ ამაზე სალაპარაკოა, მაშინ უნდა ამაზე ვილაპარაკოთ. ეს არ არის თემა, რომელზედაც უნდა დავმალოთ. რა ეს არის პრობლემა, რომელზედაც უნდა ვისაუბროთ. ეს არის პრობლემა, რომელიც შეიძლება რომ გადავწყვეტოთ მხოლოდ იმით, რომ ვისწავლოთ ერთად, იმიტომ რომ შეიძლება არ გვასწავლეს ჩვენს, მეც არ მასწავლეს სკოლაში, რა არ მასწავლეს სკოლაში თუნდაც ის, რომ ეს ვისწავლე ჩემით, ხო, მაგალითად სასწრაფოს მანქანა რომ მოდის, რომ გადახვიდე, ხო? ამერიკაში ასწავლიან ამას, რომ როდესაც საჭესთან ხარ, სასწრაფოს მანქანა თუ ჩვენ არ გვისწავლია რა ესეთი რაღაცეები. ისევე აგორს არ გვისწავლია, რომ რატო უნდა იყოს მაგალითად ხალის როლის გაძლიერება, რატო რაში გეხმარება, ხო, კორპორატიული სტრუქტურა როგორი უნდა იყოს რა და ამიტომ დავიწყეთ ჩვენ ამ თემებზე ფიქრი, აი აქედან გამომდინარე. არა მარტო ხალის რა, ყველა მიმართულებით ხო, მაინორიტის გაძლიერება, მხარდაჭერა რა ვიცი, ყველანაირი მიმართულება. ეგ ამერიკის კულტურის ნაწილია, როგორ ფიქრობთ? საიდან გაგიჩნდათ? ხო, ალბათ ეგ მან გაღრმავდა ამერიკაში ცხოვრებისას, სწავლისას კოლუმბიის უნივერსიტეტში, მან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უფრო გაღრმავდა და შემდეგ უფრო ჩვენი ნაწილი გახდა, ჩვენი ყოველდღიურობის და შემდეგ უკვე გაისახა ჩვენს პროფესიულ საქმიანობას. მოდი, სანამ სისტემებზე გადავიდეთ, მაინც რუმსის ისტორია, რუმს რატო დაერქვა რუმსი? რუმს რატო დაერქვა რუმსი? თემურის გადაწყვეტილებით დაერქვა რუმსი. ძალიან მარტივი ლამაზი სიტყვა არის, რომელიც ასახავს კონკრეტულად. ყველა იმ სასტუმროს და თუ გადახედავთ პროექტს, აქვს ძალიან ისეთი სწორხაზოვანი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი სახელი, რაც ასახავს იმას, რაც არის. მაგალითად სტამბა, რუმსი არის სასტუმროს ოთახებისგან შემდგარი შენობები, იქ ფაბრიკა იყო ადრე ნაჭრების და შესაბამისად, ანუ ყოველთვის ვცდილობდით, რომ ყველა ეს სახელი, რომელიც ერგებოდა ამა თუ იმ პროექტს, ყოფილიყო რაღაც დანიშნულება და სიმარტივე, რომელიც ჟღერდა ასევე ქართულ ენაშიც, იმიტომ რომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელს როცა ირჩევ ყველა ენაზე, მაგალითად, ყველაზე ქართულზე და ინგლისურზე, ხო, ძირითადად რო უცხოელმა როგორ გამოთქვას ეს და ქართველმა ადგილობრივმა როგორ გამოთქვას, რომ ჟღერდეს ლამაზად, აზრიანი იყოს და შესაბამისად ეგრე იყო ყველა სახელთან მიმართებაში. რაღაცა რუმსის გოგოები რო იყო დიზაინ სტუდია, ანუ ხო, სტუდიო. კი, იყო ნაწილი რუმსის გოგოებს აქვთ ნამუშევარი აჭარა ჯგუფის რამოდენიმე ყველა პროექტზე არა, მაგრამ რამოდენიმე პროექტზე ზოგან რა მიმართულებით, კი იყო ნაწილი, რა თქმა უნდა, რუმსის
გოგოები, რუსი სტუდიო და მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ამ ყველაფრის ასევე. და მან ხო ანუ არა კვეთა არ არის ისა რაღაცნაირი? მან იყო ალბათ რაღაცა კვეთა. მე მახსოვს 4 სახელი განიხილებოდა და მე დამირეკა თემულმა და მითხრა რომ ისა რუმსი რო დავარქვათო და აი ტელეფონი მახსოვს მეჭირა და დავგუგლე რომ roomshotel.com და დომენი იყო ცარიელი და მე ვთხარი დავარქვათ რუმსი. .com-ი იყო თავისუფალი. მე და ბირმანი რომ ტესტავდი სახელებს დაახლოებით. ეგეც არის ხო რომ აი ესე და რაღაც მარტივი გადაწყვეტილება მე ჩვენმა მეგობარმა საერთო იმუშავა ლოგოზე თხოვე და ვამუშავეთ ლოგოზე, როდესაც ეს გასაღების ლოგო ქართველის გაკეთებულია თუ უცხოელის? კი. და ამით დაიწყო ეს რუმსის მარტივი და თან ყოველთვის იყო იმის ამბიცია რომ ეს უნდა ყოფილიყო ქართული პროდუქტი რომელიც აუცილებლად გავიდოდა საერთაშორისო მასშტაბზე. იმიტომ რომ ეს იყო ქართული პროდუქტი რომელიც არ იყო მხოლოდ ქართველების რა იმიტომ სასტუმრო ეს კომპონენტი იყო. მიუხედავად იმისა რომ კონცეპტუალურად ყოველთვის ვაკეთებთ ჩვენ ადგილობრივებზე გათვლილი უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს მორგებული იმ ქალაქზე იმ ტერიტორიაზე სადაც ვაკეთებთ რა რომ პირველი მომხმარებელი უნდა იყოს ადგილობრივი მომხმარებელი და დანარჩენი სასტუმრო სტუმარი არის დამატებული ბენეფიტი. ანუ ლოკალური გულისხმობს საქართველოს მოსახლეობას გულისხმობს. ხო, ჩვენი რესტორნის მომხმარებელი თუ არ იქნებოდა 80-90% ქართველი, ჩემთვის ამ პროდუქტის თუ არ იქნებოდა საყვარელი ქართველებისთვის ბრენდი, რომელიც ყოველ ჯერზე, როდესაც გამოდის საჭმელად, დასასვენებლად, სამუშაოდ კომპიუტერთან თუ უბრალოდ მეგობართან შესახვედრად თუ აი რაღაც ისე აღლამაზი ინტერიერის სანახავად, თუ პირველი არ აფიქრდება ის ადგილი, სადაც ჩანქმნი, ეს იყო მთელი იდეა, რომ ამათვის პირველი გაიყვიძა საქმე აქვს, შეხვედრა აქვს, ბიზნეს შეხვედრა აქვს, კომპიუტერთან სამუშაო აქვს, საუზმე აქვს საჭმელი თუ ლანჩი უნდა გავიდეს თუ დინერზე, ვახშამზე თუ სადილზე. პირველ რიგში უნდა მოსდიოდეს ადგილი, იმიტომ რომ უნდა უყვარდეს, უნდა მოწონდეს, კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს და უნდა იყოს მათი ადგილი. და ზუსტად ამ პრინციპით მივყვებით ყველა იმ საერთაშორისო პროექტის გაკეთებისას იტალიაში ვაკეთებთ ახლა სამ პროექტს, ნიუ-იორკში რო გავხსენით, გითხარით უკვე სომხეთის მთებში და მეღვინეობაში ვაკეთებთ სასტუმროს და ასევე საკონცერტო მიმართულებით ერთ დიდ პროექტს და კიდე სხვადასხვა ქალაქებში ახლა ფერს ვერ ვიტყვი, რომელიც ჯერ არ არის დაანონსებული, მაგრამ ყველგან სადაც ჩავდივარ და სადაც ვაკეთებ ლოკალურ პარტნიორთან ერთად სასტუმროა ეს თუ რესტორანი, შესაბამისად ამ კუთხით მივდივართ, რომ ეს იყოს იქაური ლოკალ ადგილი, რომელიც უკვე მოიზიდავს შემდეგ უკვე ჩამოსულ სტუმარს, იმიტომ რომ სხვანაირად ეგ არ ჩვენ ეგრევ ცხოვრობდით, რა სადაც ჩავდიოდით, პარიზია, ეს ლონდონია, ნიუ-იორკია თუ სხვადასხვა ქალაქი, სულ გვინდოდა რომ local experience-ი მიგვეღო, ხო? იქ რაღაც იქაური მეგობრებს მივყავდით თავისი მეგობრის დაბადების დღეზე, house party-ზე, ასე შემდეგ იქაურ რაღაც პატარა რესტორანში და არა რაღაც შეიძლება უფრო განთქმულ ტურისტულ ადგილას, აქედან გამომდინარე, ზუსტად იგივე პრინციპი ავიღეთ, რომ ჩვენთვისაც ეგეთი ადგილები შეგვექმნა. ანუ ის იდეა აქ რაც განახორციელეთ, მე ამ იდეას აღწევთ იმ პროექტებში, რომელსაც ბატონო და ასევე vice versa რა, ანუ პირიქითაც, როცა ჩვენ ნიუ-იორკში ვცხოვრობდით, მაგალითად ანდრე ბალაჟი, რომელთანაც ერთ პროექტზეც ვიმუშავეთ ნიუ-იორკში უკვე პანდემიის შემდეგ გადასვლის წელს, ასევე upstate-ში თვითონაც ნაწილობრივ ცხოვრობს და LA-ში, რაინბეკში, დიახ. ეგ მიმართულება ნიუ-იორკში რო ვცხოვრობდით, მიდ-პეკინგია ესეთი უბანი არის, იქიდან გამომდინარე ხორცის მაცივრები, მაგით ქვია მიდ-პეკინგ რა. დაუნთაუნშია, მანჰეტენის და ერთ-ერთი West Village-ის პირას და ჩვენ წინ აშენდა მაგალითად არ არსებობდა სტანდარტ ოტელი რა, mid-packing სტანდარტი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ანდრე ბალაჟის ერთ-ერთი ბრენდია, რომელიც მან შექმნა იმ დიდ ბრენდებთან, როგორიც არის მაგალითად ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი შატო მარმო LA-ში, ასევე მას შექმნილი აქვს Chiltern Firehouse ლონდონში, სტანდარტ ოტელები, Mercer ოტელი ნიუ-იორკში, ანუ ძალიან დიდი ოტელიერია. ჩვენი ერთ-ერთი idol არის ამ მენტორი ამ ბიზნესში, იქიდან გამომდინარე
რომ მისი პროდუქტი ჩვენ თვალწინ შეიქმნა ნიუ-იორკში, სტანდარტი, მიდფეკინგში, ჰაილაინის პარკი შეიქმნა და მაგის თავზე აშენდა ეს შენობა და ამას უყურებდით 2 წლის მანძილზე როგორ შენდებოდა და შემდეგ უკვე იქ ვჭამდით და ზევით ვერთობოდით ძალიან ცნობილ ბუმ რუმში და ლობეინის კლუბში და მაგ დროს არც წარმოგვედგინა, მაგ დროს ჩვენ არ ვიყავით ოტელიერები ჯერ და არც წარმოგვედგინა რომ ცხოვრება ისე დაგვაკავშირებდა რომ მასთან ერთად არა მარტო სოციალურად, არამედ პროფესიულადაც დავკავშირდებოდით და გავაკეთებდით ერთად, ვიმუშავებდით პროექტზე, რაც ძალიან ჩვენთვის ძალიან საინტერესო პერიოდი იყო რა და აქედან გამომდინარე იმ ნიუ-იორკში სტანდარტში ცხოვრებამ და გამოცდილებამ და ლოკალურმა გამოცდილებამ მერე უკვე აქ ჩამოვიტანეთ ეს კონცეფტი, აქ შევქმნით და ახლა უკვე ისევ გაგვაქვს. ისე რას ვერ ხვდები, მე ვერ ხვდები 2 სტუდენტი საქართველოდან, რომელიც სესხებით და ფინანსებებით და რაღაცებით რანაირად შეძელით ნიუ-იორკის ღამის ცხოვრებას და ტუსოვკებში შესვლა, ეგეც მაინტერესებს ძალიან, იმიტომ რომ ეხლა თლად ადვილი არ არის საქართველოსთან რო ხარ ჩასული და იმებით რაღაც სხვა დაფინანსებების წყაროებით სასწავლებლად ხარ ჩასული. ალბათ ბევრს აქვს გამოცდილება, მაგრამ ბევრს არ გამოსდის ნიუ-იორკის ტუსოვკის ნაწილი გახდეს და თქვენ როგორ გამოგივიდათ ეგ? იცი რა, ალბათ იმიტომ ვართ რაღაცა მომენტში რა, ესე ამდენ წლის მერე გეტყვი რა, რასაკვირველია რთული ბავშვობა გვაქვს ორივეს გავლილი რა. რაში გამოიხატება რთული ბავშვობა? ჩემი სასტუმროებთან კავშირი იყო ის, რომ აი მაგალითად სასაცილო ისტორია მოვყავთ, მოკლე გადახვევა, როდესაც თემურმა მთხოვა რომ CEO გავხდარიყავი აჭარა ჯგუფის, ასევე ჰოლიდეინი ხო გახსნილი იყო და ჰოლიდეინში იყო გენერალური მენეჯერი, მიუხედავად იმისა, რომ ფრენჩაიზი იყო, მენეჯერზე არ აძლევდნენ, გენერალ მენეჯერზე არ აძლევდა ფრედი თანხმობას, რომ ვიღაცა უცხოელი არ დაენიშნათ. რა მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი თელა მე ვთხოვე ამ ტიპს რომ მივედი ჰოლიდეინში, მივხვდი რომ ჭირდება ეს ქართული ექსპერიენსის, ქართული გამოცდილების დანახვა ჰოლიდეინიდან და ვთხოვე ამ ადამიანს, რომ ძალიან დიდი მადლობა რომ გახსენი კარგად და მე ხა მე მინდა რომ მართო და მაშინ ბრედმა მითხრა, რომ იცი რა, შენ რომ მართო, უნდა ჯერ ინტერვიუ გაიარო, ჩვენ და მაშინ სკაიპი იყო და სკაიპი რო ჩავთე რაღაც 12 ადამიანის ის ინტერკონტინენტალის ჯგუფის, რომელმაც უნდა დამამტკიცოს გენერალ მენეჯერადაც და მკითხეს რომ რა გამოცდილება აქვს და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე გარდა იმისა, რომ ვუთხარი რომ 12 წელი ვიცხოვრე სასტუმროში თქვი, იმიტომ რომ ვიცხოვრე სასტუმრო საქართველოში 12 წელი, იმიტომ რომ თაცმინაზე ვცხოვრობდი, სახლი დამეწვა. პირველი სკოლის სამოქალაქო და გავიზარდი სასტუმრო საქართველოში რა და ეს გამომადგა იმაში რომ კითხვა აღარ ქონდა 12 წელი თუ იცხოვრე სასტუმროშიო სასტუმრო იყო და რა დღეში ცხოვრე ეგ არ უწევთ და მითხეს თანხმობა გენერალ მენეჯერობაზე რა ანუ ყოველთვის იყო იმის მოლოდინი რომ იცი რა ყოველთვის რომ აქ მომავალ თაობამ ის აღარ გაიაროს, რაც ჩვენ გავიარეთ და ის კულტურა შევქმნათ და ის გამოცდილება მივიღოთ, რაც ძალიან კარგი გამოცდილება მოგვცა რა. შეგვიძლია დავარქვათ, რომ გაგვიმართლა ცხოვრებაში. ხო, მე მაგალითად სოხუმში ვარ დაბადებული 10 წლის ვიყავი, როცა მამიწია უკვე კიევში გადასვლა ოჯახთან ერთად და ჩემები დღემდე იქ ცხოვრობენ, 30 წელია უკვე ჩემი მშობლები, მე შემდეგ დავბრუნდი თბილისში, უკვე სტუდენტობა გავიარე და შესაბამისად ანუ რთული პერიოდი იყო, 90-იანები იყო, რაღაცა ისეთი ცოტა dark პერიოდი იყო და შემდეგ უკვე ხო, შენ თუ მოგეცა შანსი რომ გაარღვია ეს ყველაფერი, წახვედი ისწავლე, იმუშავე. ჩვენმა იქაურმა მეგობრებმა იმოქმედეს ძალიან დიდი როლი, გვყავს ძალიან ახლო კაი მეგობრები, რომლებიც ასევე მათ შორის ქართველები, ასევე უცხოელები, რომლებმაც თავიდან გაგვიღეს ეს კარები რა, დაგვეხმარნენ ძალიან. ეგ მეგობრები როგორ შეიძინეთ? შემთხვევით გავიცანით ერთ-ერთი მეგობარი სტანდარტ ოტელის ქვევით ვიჯექით ბარში, ის იქ მუშაობდა მაშინ ახალგახსნილში და გაიგო ჩვენი ქართული საუბარი, ჩვენ კიდე მესამე მეგობართან ერთად ვიჯექით, რაღაცაზე ვკამათობდით და მოვიდა მენეჯერმა უთხრა, რომ თუ შეიძლებაო, რომ იქნებ დაამშვიდო ჩვენ სტუმრებიო ხო და რომ მოგვიახლო და მიხვდა, რომ ქართულად საუბრობ და გითხრა, რომ ქართველები ხართო და კითხო და მე აი მაგ წამიდან გახდა ჩვენი მეგობარი, საყვარელი ქეთი არის და curiosity რა, ცნობის მოყვარეობა, რომელიც გაძლევდა იმის შესაძლებლობას, რომ იცი რა, თუნდაც დოლარი კიდევ ჭიბეში, მაგრამ მოდი რა იქ შევიხე და რა ხდება.
უნდა შევიხედავ რა არის ნიუ-იორკის ვაიბი თქვენი ვაიბია? ანუ ეგ ნიუ-იორკი არის საუკეთესო. აი ჩვენთვის როცა მეკითხებენ რომელი ქალაქია შენთვის ყველაზე მაგარი და საყვარელი, ეს არის ნიუ-იორკი, ქვეყანა რა თქმა უნდა ჩვენი საქართველო როგორც სამშობლო და ქვეყანა იტალია რა, მაგრამ ქალაქი როგორც ასეთი ნიუ-იორკი, იმიტომ რომ ნიუ-იორკი რასაც რისი ერთობლიობაც არის, ეგეთი ერთობლიობა არც ტოკიოში, ტოკიო ძალიან განსაკუთრებული ქალაქია, ბანგკოკიც, რა ვიცი, ჰონკონგიც, მაგრამ ის ერთობლიობა, რასაც ნაზავს ნიუ-იორკის, რასაც ქმნის კულტურას, ეგეთი სხვაგან არა უბრალოდ ფიზიკურად არ არის და შესაბამისად მაგიტომაც შეიქმნა, როგორც არის მაგალითად ბერლინი, ისეთი განსაკუთრებული ქალაქი, რომელიც შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ თავის დროზე ჯარიდან რომ თავი აგეცილებინა, ეგეთი პროგრამა შექმნეს, რომ ბერლინში თუ გადახვიდოდი, არტისტები რო შეექმნა და ყველა არტისტი გადავიდა ბერლინში რა და შესაბამისად შექმნეს თავისუფლებული ჯარიდან რა და ეგეთი ინიციატივა შექმნა, იმიტომ რომ ბერლინში არავის არ უნდოდა ცხოვრება და ეგეთი ინიციატივა შექმნა და გადავიდნენ არტისტები და შექმნეს ბერლინი ისეთი როგორიც შექმნეს. მაგიტო არის განსაკუთრებული. ესეც ნიუ-იორკი ისეთი განსაკუთრებული ხალხის ნაზავია და კულტურის ემიგრანტებისგან შექმნილი. ყველას თავისი საუკეთესო რაღაცა შეტანილი წვლილი. მაგიტომაც არის ერთი წამი რო დაუშვათ. აი მართლა ჰიპოთეტურად მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენ პოდკასტს უსმენს ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ფიქრობს ეხლა რა გავაკეთო ცხოვრებაში, კარიერაში, ვისწავლო, არ ვისწავლო, სად ვისწავლო და ასე შემდეგ, ხო? აი ის ნიუ-იორკში წასვლა რო არ მოხდარიყო. აი რა როგორ შეიძლება განვითარებულიყო თქვენი ცხოვრება? აი ესი წამი რო წარმოიდგინე, რომ ეს ეპიზოდი არ არის რა, აი რო ამოჭრა ვარიანტი საინტერესო იქნებოდა ამის ნახვა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რა რაღაცა მომენტში დგება მომენტი, ამერიკელებს კაი გამოთქვა, you have to pay your country back რაღაცა მომენტში რა, რაც მოგცა შენმა ქვეყანამ, შეიძლება ძალიან ბევრი შავი და თეთრი პერიოდები, შეიძლება ძალიან ბევრი წარმატება და შეიძლება ძალიან ბევრი უკან დახეთქებაც, მაგრამ ძალიან ბევრი რაღაცა მომცა რა. მეც კიდევ ერთხელ რა ყოველთვის პატარაობიდან, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა კრიმინალური ქვეყანაში იყო მაგ პერიოდში, როდესაც ჩემი ბავშვობა იყო და საშიშიც იყო ხოლმე ქუჩაში გამოსვლა, ჩემ ბავშვობაში მე 80-იანი, ივან ლევანი 81 წლიანი, ხო? და ისა მიუხედავად ამისა, მაინც ყოველთვის ვცდილობდი, რომ რაღაცა საუკეთესო მეპოვნა რა, რაღაცა უკეთესი დამენახა და ყველა ვარიანტში ვიცი რომ ნიუ-იორკი თუ არა რაღაცა მაინც საინტერესო იქნება. მე მანამდე ასევე ვიცხოვრე ბრიუსელში 2 წელი, პირველი მასტერი გავაკეთე. მე შემდეგ სტამბოლში ვიცხოვრე 1 წელი. სულ მაინტერესებდა ბევრი რაღაც ახალი გამოცდილების ვალელსაც რო შევხვდით, ზუსტად ეგ ღირებულებები დაემთხვა, ზუსტად ამიტომ დავმეგობრდით და ნუ უკვე რამდენი 22 რამდენი წელია ხო 22 ხო უკვე რაც ვიცნობთ, მეგობრობთ, თანამშრომლობთ და ძალიან საინტერესო ცხოვრებას გავდივართ პროფესიულადაც ჩვენ მეგობრებთან ერთად, რომელიც ჩვენთვის განუყოფელი ნაწილია ხო, friends and family ჩვენთვის არის, მათთვის ცხოვრობთ და ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ხალხია, იმიტომ რომ რასაც ვაკეთებთ გვინდა რომ ყველასთვის იყოს და გაზიარებული იყოს და ეს ინტერესი, ეს ჟინი, ალბათ ეს რაღაცა skill რა, არ ვიცი როგორ დავარქვა ხო, რაღაცა უნარი ხო, აი ეგ არის რა, რაც ქმნის რა ადამიანს შიგნიდან რა ღირებულების ხარ, რა იდეა გაქვს, რა იდეები გინდა რომ გააზიარო და ამ იდეისკენ სწრაფვა რა. მიცით რა კითხვა მაქვს? აი ეხლა თქვენ გქონდათ ურთიერთობა ერთ-ერთ ყველაზე ხედვიან ენტერპრენიორთან, ვინც არის საქართველოში. ხა თემურისნაირი ხედვა ბევრს არ აქვს. მოდი უცბელად ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ მე მასთან ესე არ მისაუბრე, არ მქონდა, მაგრამ პროდუქტებს რო ხედავ, რა თქმა უნდა, ხო იცი. თვითონაც თქვენ ეხა ენტერპრენიორობას ეწევით და თქვენი კომპანია გაქვთ და კონსულტაციებს უწევთ უამრავ სასტუმროს, ვინც აშენებს კონცეფციებს, უქმნით. რა თვისებები აქვს მეწარმეს? აი მაინტერესებს თქვენი აზრით, რა არის ის უნიკალური თვისებები, რომელიც მეწარმეს ხდის მეწარმეს, აი წარმატებულ მეწარმეს. მომავლის ხედვა, სწორი რაღაცა ფოკუსის დანახვა და ცოტა დროს უნდა ასწრებდე ოდნავ რა, ოდნავ უნდა ხვდებოდე ხვალ რა არის საჭირო და ხვალ რა იქნება და ალბათ ეგ იქნება ერთ-ერთი მთავარი რასაც გამოვყოფდი. სადაც წარმოებას აპირებს და ბიზნესის განვითარებას აპირებს
როგორ ხედავს თვითონ იმ ადგილის განვითარებას რა როგორ თავისი საწარმო მომავალი როგორ იქნება დამოკიდებული არის როგორ ქვეყანაში იქნება როგორ ხედავს ამ ქვეყნის განვითარებას ხო თვითონ თავისი როლი რა უნდა იყოს ამ ქვეყნის განვითარებაში ადგილზე სადაც უნდა რომ იმუშაოს ფული ბიზნესი აკეთოს, ფული შემოსავალი კონდეს, თავისი შვილი გაიზარდოს, სადაც უნდა იცხოვროს full time, უნდა იცხოვროს, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვროს და თან ისე რომ ბიზნესი აკეთოს, ხო? აქედან გამომდინარე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ხედავს და როგორ ეხმარება ამ გარემოს განვითარებას, ეკოსისტემის შექმნას როგორ ახერხებს რა. ჩვენი ყველა ბიზნესური ნაბიჯი, მე ვიყავი კომპანიის CEO 12 წლის განმავლობაში პირველი პერიოდი, მე წავედი, მე დავბრუნდი და კიდევ ერთხელ ვიძახი რა, ჩემი კორპორატიული სტრუქტურა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კორპორატიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელზედაც დაგვეხმარებოდა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია და კომპანია, რომ ეს როგორ მესწავლა, ჩემთვის ძალიან პირველი რომ მოვედი კომპანიაში, ამოცანა იყო, რომ მოგვეზიდა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები. იმიტომ რომ არ მუშაობდა მაშინ ეს კომპანია, არ იყო სტრუქტურა გამართული, არ არსებობდა ამის კულტურა და ამის კულტურის შექმნა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ისეთი რომელიც იქნებოდა გამჭვირვალე კულტურა, რომელიცთვისაც საქართველოს ბაზარი პატარაა რა, პატარა ბაზარია და თუ საერთაშორისო მომხმარებელი არ დაინტერესა შენი ბაზარით, საქართველოს შეიძლება ეკონომიურად დღის ბოლოს არ იყოს ესეთი საინტერესო მოწარმისთვის რა. ამიტომ ჩვენი ამ თავიდანვე ამოცანა იყო, რომ საერთაშორისო ბრენდი უნდა გავხდარიყავით. ეს იყო საქართველოში დაბადებული ბრენდი, რომელიც უნდა გახდარიყო საერთაშორისო ბრენდი. რომის გულისხმობ? კი და ვეძებდით კიდევ უბრალოდ პანდემიამ შეგვიშალა, მე უკვე ჩვენ წავედით კომპანიიდან. თქვენ გინდოდათ რომსის გატანა? ასულები ვიყავით, ხო, თემურთან ერთად ვეძებდით უკვე შენობებს ნიუ-იორკში. პირველი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად უბრალოდ მე პანდემია დაიწყო ის ერთი წელი. ანუ შეეძლო რომსის კონცეფციას გაიწია კონკურენცია ნიუ-იორკში? აბსოლუტურად. დღეს რატო ვარ მედალევანი ანუ დღეს ძალიან მოთხოვნადი არის ის, რასაც მედალევანი ვაკეთებთ რა. იქიდან გამომდინარე რას აკეთებთ? ეგეც მნიშვნელოვანია რომ ხალხს აუხსნათ. აი რას აკეთებთ? რა არის თქვენი სერვისი დღეს? თუ კიდე შენ და მე სერვისი? ხო, აი რას კი ნოლიდან კონცეფტის შექმნა არის იწყება პირველი ფაზა არის მაგალითად კონცეფციის შექმნა, მორგებული იმ პროდუქტზე, რასაც ვქნით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის პირველი მნიშვნელოვანია ასევე ვინსთან ერთად მუშაობთ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ისე სკრუპულოზურად ვირჩევთ ჩვენ პარტნიორებს ან კლიენტებს, იმიტომ რომ ორი მიმართულება გვაქვს. რითი განსხვავდება მიმართულები გვაქვს? მართველი მე ის პარტნიორები ვხდებით, რომელიც პროექტის გახსნის შემდეგ უკვე ჩვენი მართვის, ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვქნით მენეჯმენტ კომპანიას ასევე. ან კლიენტი ხარ, გიქმნი, გიხსნი და მე უკვე მართვაში არ შემოვდივარ. კონცეფტი შეგექმენი და გადმოგეცი. კონცეფტი შეგიქმენი, გაგაკეთებინე, გაგახსნევინე და შემდეგ უკვე არ ვართ პარტნიორები, აღარ მართავ, არ არის ჩვენი თქვენ მართვაში არის ეხლა? ეხლა ყველა ის პროექტი, რომელსაც ჩვენ ეხლა ვაკეთებთ საქართველოშიც და საქართველოს გარეთ, არის განვითარების ეტაპზე რა. შესაბამისად, წელიწადნახევარში ერთი გაიხსნება, ერთ წელიწადში ერთი წელიწადნახევარში ორ განვითარებაში. ხო, ერთადერთი ნიუ-იორკი, რომელიც უკვე გაიხსნა, გვაქვს supervising როლი, ასევე ჩვენ მან shareholder-ები ვართ, ჩვენი პარტნიორის და შესაბამისად, ანუ ყოველდღიურ მართვაში არა ვართ ჩართულები, იმიტომ რომ ბორდზე ხარ? ბორდზე ვართ და აი მენეჯმენტის overlooking-ი როგორ არის ქართულად? ზედამხედველობას ჩვენ ვახორცებთ. ზედამხედველობას GM-ის დანიშნა, შეფის კონცეპტუალურად როგორ უნდა შეიცვალოს სტრუქტურა მართლობის რეპორტინგი, ასე შემდეგ ეს ამაში ვერევით. ხო და ვერევით კი არა, ამის ზედამხედველობას ვახორციელებ. რო დავამთავრო სერვისები რა არის, კონცეპტის შექმნასთან ერთად, ანუ იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი mood board-ი, ეს არის სურათების და რეფერენსების პრეზენტაცია და ასევე აღწერილობა მასთან ერთად, რას ვქნით, რა პროდუქტია, რომ მე უკვე იმ დიზაინერს და იმ არქიტექტორს, რომელსაც ავირჩევთ ამა თუ იმ პროექტისთვის და ეხლა უკვე მუშაობ ბევრ სხვადასხვა პროექტზე უცხოელებთან თუ ქართველებთან, მას უკვე რო შეხედავს ამას, რო წაიკითხავს და ამ სურათებს ნახავს, ზუსტ მენიუალია რა უნდა შეიქმნას. ამ შექმნის პროცესსაც ხელმძღვანელობთ, ვურთიერთობთ, შემდეგ უკვე იწყება pre-opening პროცესი, ეს არის დაახლოებით 8-10 თვით ადრე ან ზოგჯერ 1 წლით ადრე გააჩნია რამხელა პროექტია, უკვე ყველაფერი რავი ჭიქის და მაგიდის თუ ყავის აპარატის თუ ნებისმიერი ნივთის რაც ხდება ამის შეძენა, არჩევა და შეძენა და შემდეგ უკვე გასასწაული რაღაცა ეხა დავფიქრდი რომ
თემურმა შექმნა ესე იგი ონლაინ კაზინო ბიზნესი, რომელიც მერე იყიდა Flutter-მა. კი ბატონო. ხო ეგრე? კი. პრეისტორია ეგრეთი კი. ვიცი. საკმაოდ მე მგონი ყველაზე დიდი ტრანზაქცია ყველაზე იყო ამ საქართველოში. სფეროში. ნამდვილად. ერთი ეს შექმნა და გაყიდა. სფეროში, ხო. მაგრამ საქართველოში კიდე საქართველოში. მეორე, თქვენ გააკეთეთ სასტუმროები და დღეს საერთაშორისო პარტნიორები გიკვეთავენ სასტუმროებს ხანსად და ხანსად. რამხელა რაღაცა შეიქმნა საქართველოში, რომელიც გადის ექსპორტზე, შეიძლება ეგრე ითქვას, ხო? კი, ეგრე არის და ამ კუთხით ასევე ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს მოგიყვებით ჩვენი კარიერის. ყველა ეს სასტუმრო თავიდანვე რუმსები და სტამბაც ასევე არის ეგეთი ჯგუფი იყო, დაარსებული გერმანელი კლაუს ზენდლინგერის მიერ, Design Hotels Group დღესაც არსებობს. მან ეს დაარსა 30 წლით ადრე ფლობდა. ეს part of design hotel groups რა წერია, ეს არის, ეგ ჯგუფი არის, კლაუსი, შესაბამისად მე გავხადე. ბოდიში, ეგ მისი ქსელია მთლიანად თუ არა, გეტყვით ახლა რა სწავლობთ, ეს არის, აფილიაცია? არა, ეს არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს პლუს მინუს წლიდან წლამდე მერყეობს ერთი 20 სასტუმრო პლუს 20 მინუს, 300 სასტუმროა ძირითადად ხოლმე, 320, 280, აი ამ ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით უნდა ყოფილიყავი რაღაც დიზაინერული სასტუმრო, ეგეთი იდეით შეიქმნა. დიზაინერული სასტუმრო საინტერესო მფლობელით და მართველობით და ხდებოდი მათ პლატფორმაზე, შესაბამისად მე ის გიწევდა მარკეტინგს, რაღაცა აფილირებული ხდებოდა მსოფლიოში მთელი ეს ჯგუფი ერთმანეთთან, მე იყო შეკრებები, ასე შემდეგ, რომელიც ჩვენ სხვათა შორის 2019 წელს ძალიან დიდი რაღაცა მოხდა, იმიტომ რომ ყოველ წელს დიზაინ ჰოტელი მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში აწყობდა ეგრეთ წოდებულ არენა ერქვა შეკრება, სადაც ჩამოდიოდნენ ამ სასტუმროების მფლობელები და CEO-ები და მმართველები და ჩვენი ურთიერთობებიდან გამომდინარე კლაუსთან, რომელიც დავამყარეთ რუმსების გაერთიანებით, მე შემდეგ უკვე სტამბის დავმეგობრდით ძალიან. ანუ შევიდა რუმსი და სტამბა. დღემდე არის დიზაინ ჰოტელის წევრი არის დღემდე და ძალიან მაგარი ჯგუფია. შემდეგ კლაუსმა ხო, რო ჩამოვიტანით 2019 წელს, მან ზუსტად მაშინ გაყიდა მარიოტმა იყიდა, დღეს მარიოტი ფლობს რუმს კერა და დიზაინ ჰოტელს და შესაბამისად ბოლო მისი მონაწილეობით არენა ჩატარდა საქართველოში 2019 წელს. ძალიან დიდი ამბავი იყო, სანამ მაშინ არ ვიცოდი ჯერ ორი თვით ადრე, სანამ პანდემია დაიწყებოდა. პანდემიამდე გუგუნებდა ძალიან მაგარი მნიშვნელოვანი სამდღიანი ღონისძიება ჩავატარეთ, ჩამოვიდნენ ეს მფლობელები, ჩამოვიდნენ გავაცანით საქართველოს, შემდეგ უკვე ეგეთ წოდებული owners weekend-ი მოყვება მაგ სამდღიან ღონისძიებას და წავედით ყაზბეგში ეს შაბათ-კვირით და ნუ ძალიან აღფრთოვანებულები იყვნენ და ეს იყო აი ეს ქმნიდა საქართველოს, ეს ხშირად ამბობენ ხოლმე ჩვენი უცხოელი მეგობრები თუ პარტნიორები თუ სხვა რომ აჭარა ჯგუფმა დასვა საქართველოს World Hospitality Maps-ზე რა, იმიტომ რომ თავიდანვე ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია ამ ყველაფერმა, New York Times-მა დაწერა, უამრავმა წამყვანმა პრესამ დაწერა ჩვენ ჯგუფის შესახებ და შესაბამისად, ანუ ამან მიიქცია ძალიან დიდი ყურადღება და რო ჩამოდიოდნენ და შემოდიოდნენ ამ ულამაზეს სასტუმროებში და ხვდებოდათ ის გარემო, რაც შევქმენით ამ ახალგაზრდებით და ამ საჭმლის ჩვენ დავამყარეთ ძალიან ისეთი საინტერესო კოლაბორაციები წამყვან შეფებთან რა. ვაგზავნიდით ჩვენ შეფებს მათთან რესტორნებში, პროგრამებზე, რაღაც რო გაიარათ იქ ანა-ბანა გვესწავლებინა. ჩეხო ძალიან ელემენტარიდან დავიწყეთ რასაც რა კიდევ ერთხელ არაფერი არ არსებობდა. ხო, არსებობდა შერატონი, მერიოტი და თემიდან თემაზე ხტოდა. არა, საინტერესოა. ანუ მაგალითად აი ყაზბეგის მე დაუშვათ რუმს თბილისი, ყაზბეგი იმდენად პოპულარული გახდა რუმს, ხო? ყოველი მეორე ჩამოსვლელი და მესამე სტატისტიკურად ტურისტი აუცილებლად ამოდიოდა სასტუმრო რუმსში, ყაზბეგში თუ დასარჩენად არა სანახავად მაინც ლანჩის საჭმელად დაუშვათ ანუ ეს გახდა
მასი რა მე მგონი დღემდეც ერთ-ერთი ყველაზე ისეთი რამდენი მე გამოვაგზავნე ჯანმრთელობამეცეს მე ხო კი და კიდევ ერთხელ და ამის მერე სითამამე მოგვეცა ძალიან ჯგუფს გუნდს თუმცა ძალიან ზუსტად ხვდებოდით რომ იცი რა ჩვენც უნდა გავითარდეთ რა და გუნდი უნდა იყოს ძალიან ძლიერი რომ ეს ყველაფერი შევძლოთ რა და აქედან გამომდინარე დავიწყეთ რაღაცა კაპიტალზე human ადამიანის კაპიტალზე ფიქრი რომ დაუშვათ ჩემი food and beverage სასმელების და კვების დეპარტამენტი ვისაც ებარა ერთად ჩავჯექით თვითფრინავში წავიყვანე იმ ჩემ საყვარელ რესტორნებში საყვარელ ქალაქებში რომ ის გამოცდილება რომ ვხსნიდით ხო რომ მიმხდარიყო რას ვქმნიდით რა გვინდა რომ მივიღოთ რა პროდუქტი უნდა ამის ახსნა რამდენი გაქვს ეგეთი ლისტში სადაც დაგყავს ხალხი აი რამდენი ბევრია რაღაც კლასიკა არის არსებობს მაგრამ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ სულ სიახლეებით მასი ადგილებია აი ნიუ-იორკი ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა ნიუ-იორკი ძალიან მნიშვნელოვანი სკოლა იყო რა ნიუ-იორკში იყო და იცი რა არის წავედით ვიფრინეთ ბიზნეს კლასით დავუშვათ რა ამისთვის თამამად ჰქონდა ბიუჯეტი გამოყოფილი იმისთვის რომ თემურთანაც შეთანხმებული იყო ფლობელთან რომ გემოგავოს რა არის დაინახოს რა პროდუქტი უნდა მივიღოთ იმიტომ ამის ახსნა ძალიან რთულია რა ჩამოხვედი ახლა შენ საქართველოში ამერიკიდან და შენ თანამშრომლები ბიზნეს კლასით რა გამოცდილება გინდოდა რომ მიიღო რა გეტყვი და წავედით იქ საუზმეიქ ჭამეთ იმაში რომ ჩამოვედით უთხარით რომ კარგი იყო ხო დაუშვათ ბიზნეს კლასით ფრენა კარგი იყო ის სასტუმრო საუზმე იქ ის გართობა იქ თეატრი ის თუ გვინდა რომ ვიფრინოთ აი ამ კომფორტში ვიყოთ და თუ გვინდა რომ ის ხალხი მივიღოთ ვინც ამ ყველაფერს ეზიარება და თან აი ამ გამოცდილებით მოდი შენთან რა დაუშვათ იგივე უნდა მისცე შენ ამ პირში რა გემოაქტივს რო იცოდე რომ ან რას ხედავს რას გზნობს რას განიცდის ან შენს გაგიშნეს ამბიცია რომ მეცი რა არის რა კაი ყოფილა ბიზნეს კლასით ფრენა და მე თუ ბევრი ვიმუშავე იმის შესაძლებლობა მექნება რომ მეც ბიზნეს კლასით ვიფრინო რა და ის არის რომ რაღაც სამუშაო დღე დაიწყოს რაღაც 11 საათზე არა უნდა დაიწყოს და თემური მოყვებოდათ ესეთ რაღაცებზე და გიფინანსებდათ იცი არის ხო ბიუჯეტი იყო რეალურად ძალიან თამამი იყო CEO-ს პოზიცია და მე იმიტომ რომ ჯერ ერთი კიდევ ერთხელ თემურის აი შე როგორც ახსენებ რომ ონლაინ კაზინოს მიმართულებაზე იყო როგორც ბიზნესში ძალიან დეტალურად ჩახედული იხედებოდა აქ ითხარეს იყო ეს შესაძლებლობა რომ იცი რა არის რახან მე მინდოდა რომ EBRD შემოვიყვანო და შემოვიყვანე კომპანიაში EBRD რა რომელზეც არის კიდევ ერთხელ რახან კაზინო იყო აფილირებული იყო რაღაც მომენტში შეიძლება ჩვენთან დიდად არ მუშაობდეთ ამიტომ დამჭირდა იმის დამტკიცება რომ ვიცი რა ჩვენ ვართ ჰოსპიტალიტი კომპანია და ჩვენ ვართ კომპანია რომელშიც აქ არის გამართული კორპორატიული სტრუქტურა რომელიც მოდი რა ჩვენთან და EBRD შემოყვანა OPIK შემოვიყვანა კომპანიაში რომელიც ასევე რაღაც ეს მოდი ხალხს აუხსნათ რომ ეს არის იაპიფული ეს არის იაპიფული მართლმადიდელი იაპიფული რომელიც ბიზნესის განვითარება სხვანაირად ხო მაშინ საქართველოს ბანკი იყო TBC ბანკი იყო და რასაკვირველია მათი დაფინანსებით და უდიდესი პარტნიორობით თუმცა ძვირი იყო რა ის თანხა რომ სასტუმროები გეკეთა ხო თავის მოგება უნდა წაიღო და ასევე თავისი რაღაცა რაღაც safe თავდაცვა არის რაღაც საერთაშორისო კომპანია რო არის შენი პარტნიორი გაფინანსებს ესეთი იყო OPIK ასევე ამერიკული და მათ დაინახეს ის რომ ჩვენ სად მივდიოდით რა ჩვენ და თემური რო გავიდა ონლაინ ბიზნესიდან იმ კაზინოდან უკვე ბევრად უფრო თამამად მოყვებოდნენ ამაზე ხო იმიტომ რომ ეგენის ხო research-ს ატარებდნენ ალბათ ხო ეს უკვე ბოლო წელი იყო ბოლო წლები იყო სანამ მე წამოვიდოდი და ლევანი მაგათაც background check-ი გავლილი ქონდა მოკლედ background-ი დაფინანსება ქონდა ჩვენ მუშაობდით კიდევ ერთხელ ვიძახი რა ყველა დიდი საერთაშორისო ბანკი რომელიც საქართველოში მოღვაწეობდა ყველა მიკავშირდება და უნდა და უკვე ჩვენთან არ შემიძლია კითხვა იმ გარემოდან გამომდინარე რაც ქონდა რომ სტამბას და სულ ყველას ფასები იყო ძალიან დემოკრატიული ხო ეგეც პოლიტიკის ერთ-ერთი ხო მე მაქვს კითხვა კაცმანის პოდკასტს ენერგიით ავსებს სოკარი თქვენი ბიზნესის საწვავი მაინც ვერ ვცდები
იმიტომ ხო არ იყო რომ თემურს პარალელურად ქონდა ბევრი შემოსავალი სხვა ბიზნესებიდან და სუბსიდირება ხო არ ხდებოდა თუ რანაირად აბსოლუტურად არა, კიდევ ერთხელ ეს იყო ეს იყო ხედვა და პოლიტიკა რომ ეს ყოფილიყო ხო თემურის ერთ-ერთი მთავარი ხედვა იყო. თუმცა ბიზნესები ერთმანეთთან საერთოდ არ იყო დაკავშირებული რა, ეს იყო ორი სხვადასხვა მიმართულების ბიზნესი რა, რომელიც ერთმანეთის დახმარების თვალსაზრისით იმდენად გამიჯნული იყო, რომ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო გადაკვეთა არც ერთ ვარიანტში და ამიტომ რუმსი იყო ისე მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ბრენდი ყველასთვის, ეს იყო ეკონომიურად, ფინანსურად ძალიან მომგებიანი კომპანიაც რა, იმიტომ რომ ყველა პროექტი იყო მომგებიანი. და მეორეს თქვენ გქონდათ profit share? ჩვენ არ გქონდათ profit share. ბოლოს დაბრუნებისას ვიყავით ერთი წელი, როცა აიდრო დაბრუნდით და რუმს ბათუმი რო გავხსენით, ვიყავით მოგებაში წილი, დავაზუსტებ, იმიტომ რომ საერთოდ ტერმინების ტენისი ხო ბევრია. პანდემიის შემდეგ ხო 2 წელი არ ვიყავით აქ და შემდეგ ისევ შევუერთდით ერთად გადავწყვიტეთ რომ ერთად რაღაცები გაგვეკეთებინა ერთი წელი. ბევრი რაღაცა იყო, რომელიც საბოლოო ჯამში ამის ერთობლიობა იყო რა. მაგალითად, როგორ ჩვენი საზრუნავი არ იყო მხოლოდ კომპანია, როგორ განვითარებული ხო, კომპანიის განვითარებასთან ერთად როგორ შემიძლია რომ მაქსიმალურად დიდი ტრაფიკი მოგვეცი და იქიდან გამომდინარე რომ არა მხოლოდ ლაგჟერი მომხმარებელი ყოფილიყო ჩვენი მაღალ გადაკვეთილმურარიანი და ყველა სტუდენტსაც რო შეძლებოდა და აუცილებლად მოსულიყო რომ თამაშიყო მათთვის საყვარელი ადგილი ყოფილიყო, ხო? ფაბრიკის იდეაც საბოლოო ჯამში ფაბრიკა, როდესაც გაიხსნა ეს იყო მთლიანად, ხო, რომ დაუშვათ ეს ახალგაზრდობის მექა ყოფილიყო, რომელიც ამ რაღაცა ეკოსისტემაში გაიზრდებოდა. რომელსაც შეეძლო $7 თუ $10 დარჩენილიყო ღამე გაეტარებინა ფაბრიკაში, ჰოსტელში, ხო ჩვეულებრივად და ეგ ძალიან მიმზიდველი ასევე პროექტი იყო. და ისა აი თუ მახსოვს, როდესაც გასტრონომიის ფილოსოფიას, როდესაც ვაკეთებდით, ლევან მაახსენა, რომ ჩვენ შევწარეულებს ვაგზავნდით სხვადასხვა ქვეყნებში, ხო? გასტრონომიის ფილოსოფია საერთოდ ჩვენი ჯგუფის რა იყო, რომ იყო ის, რომ მივხვდი რომ ვიცი რა, მაგალითად ავოკადოს მომწოდებელი ერთ დღეს ავოკადო აქვს, მეორე დღეს არა აქვს, კვერცხის მომწოდებელს ერთ დღეს, ანუ მენიუს ვანილის ნაირ სახეობა არ არსებობდა, ხო, სალათის ფურცლები იყო ერთადერთი და მივედი მაშინ დავუკავშირდი ფერმერთა ასოციაციას მაშინდელს და ვუთხარი რომ მეთქი იცი რა არის დაგვეხმარეთ რა ქართველი ფერმერების პოვნაში და მაშინ მითხეს ფერმერებმა ასოციაციამ იცი რა ქართველი ფერმერები არ არიან იმის მერე რაც რაღაცა ემბარგო მოხდა 2006 წელს იმის მერე ესენი წავიდნენ სხვადასხვა პროფესიები იპოვნეს და ქართველები წარმოება არ არის და იმიტომ რომ ეგეც ქონდა ყველს როგორ უშუალობდით ხარისხიანს შემდეგ შეიქმნა ეს მთელი სისტემა რამაც არის რა ეს სოფლის მეურნეობა არ იყო ბანკი არ აძლევდა სესხს, იმიტომ რომ მათ არ ქონდა გასაღების ბაზარი, შესაბამისად სოფლის მეურნეობის გრადობა არ არსებობდა, ხო? მაშინ მახსოვს რომ ველაპარაკე მე თვითონ პირადად შევხვდი საქართველოს ბანკსაც და TBC-საც ვითხოვეთ რომ იცი რა მოდი ჩვენ თუ მივცემთ გარანტირებულ შესყიდვის სიას, რომ გჭირდება წელიწადში ამდენი, მარტო ჩვენ ჯგუფს. გჭირდება ამდენი კარტოფილი, ამდენი ყველი, ამდენი ხორცი, გარანტირებულად შევიცეთ. თუ თქვენ მოგცემთ რაღაცა ფასში ჩვენ გარანტირებულად თქვენ შევიძენთ, ჩვენ მივეცით გარანტირებული კონტრაქტები, ბანკმა გასცა სესხი, სახელმწიფო ჩაერია და დაასუბსიდირა რაღაცა ნაწილი სესხის, თუმცა ეს ინიციატივა ჩვენგან წამოვიდა რა, ეს იყო ჩემგან წამოსული ინიციატივა, რომელიც მე მივედი და ვუთხარი, იცი რა, თუ გვინდა რომ გაბაია. ანუ მოთხოვნამ შექმნა არა, იმიტომ რომ წარმოუდგენელი ხო, არა მარტო რა, არ შეიძლება საქართველოში რატო დადგა, იცი, როდესაც სტამპის გაკეთებაზე მივედით რა, მაშინ თემურთან მივედი ნედერლანდში და ვთხოვეთ რომ მოდი ქართული რესტორანი გავაკეთოთ და თემურმა თქვა რომ იცი რა, ვალე მოდი რა არ გავრისკოთ, იმიტომ რომ ყველას ყავს საქართველოში ბებია, ბაბუა, რომ დედა, მამა, რომელიც ძალიან გემრიელ ქართულ საჭმელს აკეთებს. მოდი რა შესთავაზებ შენ განსხვავებულს რა. და მაშინ მივხვდით რომ იცი რა, თუ შევთავაზეთ ის რომ ყველაზე ცინცხალი პროდუქტი გვექნებოდა, დილას მოწყვეტილი პამიდორი, ქართული, კიტრი და არაჯ წამოსული დაუშვათ საზღვარგარეთიდან. მოდი, აი ეს გავშევქნა, თუ ყველაზე ახალი პროდუქტი გვექნება რა და მაშინ იყო, როდესაც დავიწყეთ, რომ სადარიან ეს ადამიანები, ვინც მოიყვანს პამიდორს, ვინც მოიყვანს ვინც დილას მოგიწყვიტავს ამ პამიდორს, ხო, რა. და ამიტომ შეიქმნა და აი მივედით და დავიწყეთ და ამაზე ვიმუშავეთ და პირველი წელს დავაკონტაქტით 50 ფერმერს
ფერმერი და მეორე წელს უკვე 500 ფერმერი ყავდა დაკონტრაქტებული, რომელსაც და მე უკვე ამას ეს აყვა ყველაფერი ბიზნესი. გაიზარდა, მე სხვა ბიზნესით შეუერთდა, შესაბამისად შეიქმნა ეს მთელი ეკოსისტემა და გახდა ქართული პროდუქტი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ჯგუფის და არა მარტო ჩვენი ჯგუფის. რომელმაც შესაძლოა მოგცა რომ ფასებიც დაგვეკტო ქართული ხო. ქართულია და კარგი ხარისხიანი. ხო, არ მუშაობდით იმაზე, რომ ხო იცი რაღაცა მარჟა არ იყო, რომ ისა, რა ქვია, პირიქით იყო რაღაცა თემურისგან რომ მოტივა მარჟა თემურს უნდოდა რომ უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო დემოკრატიული, მოდი ესე დავარქვათ, ვიდრე ყველასთვის მისაღები უნდა ყოფილიყო. სტუდენტიც შემოვიდოდა, შეიძლება ბიზნესმენიც შემოვიდოდა და ეს ესეთი მიზეზია, რატომაც მე-15 წელი თუ რამდენი წელი გავიდა უკვე, ის არის, რა ქვია, სტაბილურად ტრაფიკი არ უვარდება, ხო, რომ შევხედოთ. ძალიან ცოტა, იმდენ საქართველოში მე ძალიან ბევრი მაქვს ნანახი, ავარდნა და მე ვარდნა ქვემოთ, ხო? ანუ კი, ის გუნდი, ხო, რა თქმა უნდა, რა. ის არის მის დიზაინი იყო დასაკვირველი იყო და ამასთან ერთად ყველაზე დიდი ნაწილი საინტერესო გადაწყვეტილებები თამამი საინტერესო გადაწყვეტილება ხის ფასადის დასამტკიცებლად მახსოვს რომ მივედით რომსის ხის ფასადის მერიაში მითხრეს რომ ხის ფასადს თბილისში ვერ გავაკეთებთ მეთხარი ისეთი პროექტებია გაკეთებული რომ მეთხარ ხის ფასადიც გაგვაკეთებინათ იმიტომ რომ იქნება ლამაზი აიკონიკ ადგილი და ესე გავიტანეთ ძალიან ბევრი რამე რა თავიდან არ უნდა იცი არის თავიდან ახალი სიახლე ხო ის ყველა საშინებს რა რაღაც ახალია და მაგრამ მე უკვე სტუდენტების მოყვანა სამუშაოდ როგორც ლევანმა თქვა ფერმერების ჩართვა არ ვიცი ქალთა როლის გაძლიერება ქართული მეღვინეების ღვინოს წინ წამოჩენა სიხის პატიმარი ქალებისგან რომლებსაც გავაკეთეთ რომ სცენარებს აკეთებდნენ მათგან ვხედულობდით სცენარებს უმეტესობას იმიტომ რომ ვიცოდით რომ მათაც პროფესიას მივცემდით რა საბოლოო ჯამში ამ ადამიანებს და мотиваციას იმისთვის რომ მე და ეს რაღაცა სიმწვანეები ძალიან ბევრი კეთდებოდა ამ რაღაცა პატიმა ეს იყო იდეა როდესაც სილაბუსების შემუშავება უნივერსიტეტებთან დავიწყეთ მაშინ მე სანამ წამოვიდოდით ხო აკადემიის ჩამოყალიბება ხო აჭარა ჰოსპიტალიტი აკადემიის გაკეთება როდესაც გაივლიდნენ ეს თუმცა კიდევ უკვე შექმნილიც იყო მე უბრალოდ პანდემია დაიწყო და მე ჩვენ წავედით კომპანიიდან 2 წლით და შემდეგ უკვე დანაჩენი უკვე მენეჯმენტზე იყო როგორ გაგრძელდებოდა და ნუ უკვე დღევანდელობაა და იცით რა არის ხო რომ დაუბრუნდე დავამთავრო მინდა იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კლაუსთან მიმართებაში რა შემდეგ ამ ნიუ-იორკის სასტუმროს რომელიც ახლა გავხსენით და ანდრე ბალაშთან ერთ-ერთ თავის პროექტზე რაინბეკში კლაუსთან ერთად მუშაობის შემდეგ კლაუსის კომპანია რო ვახსენე რო გაყიდა დიზაინ ჰოტელის ჯგუფი ანუ პლატფორმა ხო პლატფორმა მარიოც მიყიდა და შექმნა ახალი ჯგუფი ეგრე ქვია Slowness რა Slowness yes ხო რაღაცა იმის სახელის უკან არის ის რომ უფრო მშვიდი conscious როგორ თქვა ცნობიერი რაღაცა დასვენება ცნობიერი ჭამა ცნობიერი სიმშვიდე ფერმა მიბმული ჰოსპიტალიტი ხო ფერმა მიბმული ჰოსპიტალიტიზე და პირიქით და შესაბამისად მისი გერმანელია წარმოშობით თვითონ ლისაბონს და ბერლინს შორის ცხოვრობს ეს კონცეფცია farm to table ანუ როგორ არის ფერმიდან მაგიდამდე ხო ეკოლოგიურად სუფთა გარემო საჭმელი პროდუქტი და მთელი ხო რუმსის მაგალითად თბილისის პირველი რესტორანი kitchen-ი რაც იყო რუმს 2014 წელს რო გაიხსნა არის farm to table კონცეპტი new american menu-ი რა შესაბამისად და კლაუსთან გადავედით გთხოვა რომ ბერლინში გადავსულიყავით ვალერი იყო ბიზნეს განვითარების დირექტორი კომპანიაში მე ვიყავი ჰოსპიტალიტის მიმართულებით დირექტორი და ვანვითარებდით 6 თუ 7 პროექტს ევროპაში და აზიაში რა ერთი წლის ძალიან საინტერესო იყო პატარა ხო მექსიკაში ტაილანდში და დანარჩენი იყო ევროპაში საბერძნეთი ბერლინის გარეთ მისი სასტუმროები იყო ხო ამ ჯგუფის შემავალი სხვადასხვა პარტნიორებთან ერთად და განვითარების ეტაპზე იყო, იმიტომ რომ ახალი შექმნილი იყო პანდემიის შემდეგი წელი იყო, ვერ მოასწრებდა ხო ეხა პანდემიის დროს ამ ყველაფრის გაკეთებას და შესაბამისად ამ ყველაფრის დაგეგმარება, კონცეფცია, შექმნა, ბიზნეს გეგმა ეს მაინტერესებს პანდემიის დროს როგორ გაუძლო
იყო სასტუმროებმა ეგ პერიოდი. ანუ საერთოდ რა ფენომენი იყო და როგორ გადააგორეს რთული ფენომენი იყო, რა თქმა უნდა, გვიწევდა ზოგჯერ დაკეტვა, ზოგჯერ გახსნა, ნაწილობრივ რაღაცა სტაფის შეკვეცა, ხელფასების დაკლება, რა თქმა უნდა, მორგება რეალობაზე, სხვანაირად ვერ მოხდებოდა ამ ყველაფრის გაკეთება. რამის გადააზრება მოხდა? ანუ აი გვიხაროდა პასკებს, აღდგომაზე პასკებს ვყიდით ხოლმე, რაღაც სტამპაში ვაცხობდით, მაშინ მახსოვს და ძალიან გვიხაროდა, რომ ბევრი პასკა, ანუ ხო რაღაც ხელფასი რო გადაგეხადა და რაღაც შემოსავალი ელემენტები take away-ზე მუშაობდა რესტორნები, იმიტომ რომ სხვანაირად დაკეტილი იყო და მოკლედ პატარ-პატარა რაღაცეებით ამ რაღაცა ერთობლიობით მე მენეჯერი გეტყვი მე რამ შემამჩნია, შევაცდები ჩემ ანალიზში, მაგრამ მე მგონია რომ მაგალითად ვოლტისთვის და გლობოსთვის გაისროლა აბროლა. რა თქმა უნდა. მე საერთოდ მგონია რომ რესტორნებიდან გამოძახება დაამკვიდრა პანდემია. ანუ მასიურად დაამკვიდრა. როგორც Zoom მიტინგები დაამკვიდრა პანდემია. როგორც Zoom-ის შეხვედრა. როგორც ხო, აი რაღაც გეიმინგი წავიდა რაღაც ასტრალში, იმიტომ რომ ყველა იჯდა სახლში და თამაშობდა. ანუ აი მან რაც შეიძლება რომ სახლში შენ სერვისი მიგეღო, ყველა აფრინდა, გაფრინდა და გადით და იქიდან გამომდინარე სხვას ვერაფერს ვერ აკეთებდი. ადამიანებს ვიღაცას ჰქონდა დაგროვილი თანხები და რაღაცა შესაბამისად ჭამდა სახლში, იძახებდა, თამაშობდა სახლში, შეხვედრებს სახლიდან მართავდათ და ასე შემდეგ. რამდენია დღეს delivery-ის წილი, თქვენი აზრით ესე წამოყვანილ რესტორნებში delivery-ის წილი რამდენია revenue-ში დღეს? 20%. მაგდონებდია გაზრდილი? მაგრამ ჩვენ როგორც კი ხო, პანდემიის დროს დავიწყეთ delivery შესაბამისად სტამბა რუმსი არ მუშაობდა delivery-ზე და არც შემდეგ. იმიტომ რომ არ იყო ეს მიმართულება ანუ core business-ი ამ ჩვენი ჯგუფის რა. ჩვენ უფრო კიდევ ერთხელ რა დღევანდელ საერთოდ hospitality-ში ხო ყველაზე მეტი რაც გახდა დეფიციტი ეს არის ურთიერთობა. საერთოდ არა მარტო hospitality-ში, საერთოდ დეფიციტი გახდა ურთიერთობა, გახდა დეფიციტი, ხო? ჩვენი ხედვა რაც არის ყველა სასტუმროს კონცეფციაზეც და მასე რომ მუშაობთ, რომ მაქსიმალურად რაღაცნაირად საინტერესო ხალხის შეკრების ადგილები გავაკეთოთ რა, სადაც ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც შეხება, გადაკვეთა, გაცნობა, რაღაცაზე საუბარი, ადამიანობა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესო რაღაცა სანდრაფ, იმიტომ რომ ამ ელექტრონულ სამყაროში ჩვენ უფრო და უფრო შორდებით ურთიერთობას, ჩვენ გონია რომ მესენჯერით რო ურთიერთობთ ერთმანეთს, რა მშობა რა მესენჯერით რა პლატფორმა რა მშობა, განცდა გაქვს რომ ადამიანთან კავშირში ხარ და სიამოვნებაში არ ხარ, ანუ ხარისხიანი კავშირი გახდა დეფიციტი. ჩვენ და ყველა რაღაცა უფრო დისტანცირდება ერთმანეთისგან. სასტუმროს ნომრებზე კომფორტულად, კომფორტს უფრო მეტად ვუთმობთ public სივრცეს, საჯარო კარტა, საერთო სივრცეს. ხო, ლობის, რესტორანს, ბარს, რაღაცა, სადაც იკრიბება ხალხი და არა მარტო ოთახში წინავს თუ რა. მემბერების კლუბები უფრო პოპულარული გახდა. დღეს ვიდრე ეს აქამდე არსებობდა, პანდემიამდე ვიდრე არის. რა არის ეს მემბერების კლუბი? შემიძლია მოყვე კონცეფტზე მოკლედ, იმიტომ რომ საქართველოში არ არის, საქართველოში არ არის. არ არის ხო, საერთაშორისო. საერთოდ მას მოდელმა შეიძლება საქართველოში იმუშაოს, როგორ ფიქრობ? მემბერში. კი, დღეს ჯერ ადრეა ცოტა ჩემი აზრით, თუმცა აუცილებლად მოვა მაგ პერიოდიც, რომ აუცილებლად იქნება რა და ამაში იხდის ხალხი ფულს და იმიტომ ხდებიან რაღაცა კლუბის წევრები, რომ იურთიერთონ ერთმანეთთან. რა რომ ზუსტად იცის, რომ ვიღაცა ამას გადაიხადა, მეც გადავიხადე და ისიც იქნება და ამიტომ რაღაცა საერთო ენის მოსაუბრე ტიპები იქნება. ხო, სხვადასხვა გრადაციის, სხვადასხვა ლაიფსტაილის კლუბები არსებობს, ხო, იქ რაღაც ამან გრუპი არსებობს, იქ Soho House-ი არსებობს, ბევრი სხვადასხვა, ანუ ლონდონი სავსე არის კლუბებით. თუმცა უფრო პოპულარული ხდება და ხდება რა, იმ ადამიანები რაღაცა ჯერ ესეთი ექსკლუზიურობას აცდენს რა, რაღაცა პატარა ფილტრიც არის რა, რომ შენ გინდა რომ like minded როგორ არის ქართულად? ნუ და ახლა იგივე ცნობიერების. ხო, იგივე ცნობიერების ადამიანების შერთობლიობაა, ვიცი რომ იქ რომ მივალ, ვალერი დამხვდება, საშა დამხვდება და რაღაც საინტერესო დისკუსია საინტერესო ხალხი იქნება. ამიტომ წევრიანდები, ამიტომ მინდა რომ მაგ კლუბის წევრი ვიყო, იმიტომ რომ ვიცი რომ იქ საინტერესო ხალხი. უბრალოდ რა მინდა იცი გითხო, ეგ კლუბები საბოლოო ჯამში სადაც აქვს წვდომა არის საკმაოდ პრემიალური რესტორნები და ადგილები. ჩვენ ეგეთი upper premium ადგილები არ აქვს საქართველოში. ანუ ჩვენთან
საშუალო ფენა დიდრებიც დადიან ერთი და იგივე რესტორნებში არ არის ეგრე ანუ რო შევხედოთ ახლა ნიუ-იორკში ეგრე, ეგრე რა ნიუ-იორკში საბოლოო ხო. ჯამში. თუმცა კიდევ ერთხელ რა ჩვენი ქვეყანა არის ვიდი ქვეყანა, მაგრამ არ არის ლაგჟერი ქვეყანა რა. ანუ ამის hospitality მაგალითად სტუმარ მასპინძლობა აღარ არის იაფი საქართველოში, თუმცა ლაგჟერი არის. როდიდან აღარ არის იაფი აღარ არის. რას უკავშირებ შენ ამას იცი რა არის ამას უკავშირებ პანდემიის მერე პერიოდს იქიდან გამომდინარე რომ სასტუმროს ოთახები იცი რა იმისათვის რომ გახდე და გადაცია ჩამოყალიბდა როგორი ქვეყანა უნდა იყოს ხო საქართველოს ჩამოსვლა არ არის მარტივი საქართველოს ტურიზმის 70% შემოდის საზღვრით, ანუ მანქანით ყვეთავს რა. 30% ყავს მხოლოდ ფრენით ჩამოსული ტურისტი რა. ეგ შენი ყნობის სტატისტიკას ალბათ საქმეს. ხო დაახლოებით. ტურიზმის სტატისტიკა რაც გვაქვს ოფიციალურ ქვეყანაში, ხო დაახლოებით ანუ 70% როდესაც შემოდის სახმელეთო საზღვრით და არ შემოდის საჰაერო საზღვრით რა. ანუ რეალურად იმიტომ შემოდის რომ უფრო ესე იგი მეზობელი ქვეყნები დადიან, ხო? შენთან საქართველოში. იმიტომ ფრენა არ არის მარტივი რა საქართველოში არ არის მარტივი ფრენა იმიტომ არ არის ძალიან ბევრი პირდაპირ რეისები თუ არ არის ადამიანს გადაჯდომით ჩამოსვლა და მთელი დღე თუ უნდა მთელი ღამე თუ უნდა დაკარგოს ფრენაში უკვე ირჩევს ისეთ მიმართულებებს სადაც უფრო მარტივად მოხდება რა და არ დაჭირდება თან ყოველთვის იდეა მქონდა რომ იცი რა არის თუ მაგალითად ამერიკიდან ჩამოვა ტურისტი და 15 საათი უნდა იფრინოს რომ შენთან ჩამოვიდეს მაშინ იქნებ საქართველოს სომხეთი აზერბაიჯანი ერთად მანახოთ და ერთობლივად შევთავაზოთ რაღაცა რომ ბარემ სამი ქვეყანას სანახავად უფრო სამწუხაროდ არ მოხდა ეს რაღაცა რა ევროპაში რო ჩადიხარ და 5 ქვეყანას შეიძლება გადაყვეთო ხო ერთდროულად და ისიც ნახო იმიტომ რომ საზღვარს გადააბიჯე ფეხს და შეიძლება მეორე ქვეყნის საზღვარზე აღგვეშო ხო შეიძლება კი არა ხარ აი ესეთი შეთავაზება საინტერესო არის უკვე ამერიკელი ტურისტისთვის ავსტრალიელი ტურისტისთვის იაპონელი ტურისტისთვის რომ სამი ქვეყანას ერთობლივად მოიდეს სამი სხვადასხვა კულტურის ქვეყანას რა თან ამიტომ მაგით კი უნდა წავიდეს ჩემი აზრით ეს და აუც გარდაუვალია რომ არ წავიდეს იმიტომ რომ მარტო საქართველოში და უნდა შეეძლოს იგივე ფასად ყიდულობდეს ბილეთს რომ თბილისში რომ ჩამოვიდეს და სომხეთიდან რომ გაფრინდეს მაგალითად აზერბაიჯანიდან რომ გაფრინდეს მე რა იგივე რაღაცა ერთ წინა უკანა გზის ბილეთი რომ უფრო ნაკლები ღირს აი ეგრე უნდა ღირდეს იქიდან გაფრენაც რა და შეეძლოს ამის ფუფუნება უნდა მივცეთ მგონია ტურიზმს და აქედან გამომდინარე რახან სახმელეთო საზღვით შემოდის 70% მომხმარებელი იმის ჩვენი მეზობლების გაგებაში ყოველთვის ანუ ძირითად მეზობლები ყოველთვის საქართველოს იყო გაიგივებული იმისთვის რომ იცი რა არის მოდით საქართველოში ეს არის მარტივად და არაცვირად გავატარებ დროს სამწუხაროდ აღარ არის ხო ესე რა მე დღეს მაგალითად აი რამოდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოში რა რამოდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან რაღაცა პროექტებზე ვიყავით მაგალითად სადილზე 4 ადამიანის გადავიხადე ერთხელ შევძალი რომ გადავიხადე მასპინძლები კარგი ყავდა და ბევრად იაფი იყო საშუალო ჩეკი ვიდრე საქართველოში ძალიან გამიკვირდა იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი სასტუმროს ფასები სამწუხაროდ არ გაცდილა თუმცა საკვებზე ისე გაიზარდა ფასები და ისეთი არარეალურამდე მივედით რა რომ რაღაცა აი ახლა გუშინ რაღაცა ინციდენტიც კი შემემთხვა ერთ-ერთ რიკოდში ერთ-ერთ იმაში იმიტომ რომ რაღაცა 2 კიტრი შეუკვეთა ლევანმა და 36 ლარის მოვიდა 2 კიტრი გამითალითო თხოვა და 36 ლარი მოუტანეს ანგარიში რა და ვუთხარი რომ 26 სალათი რა ეს რა ლოგიკით დათვალე 16 ლარი მე თქვი 2 კიტრი რატო ღირს მაშინ 36 ლარი ხო დაუშვა ანუ არარეალურად უცხოელის ვიზეთ გასა ამიტომ მივედით საშა იმამდე რომ ლაგჟერი არ არის იმიტომ რომ აქ არავინ არ ჩამოდის ლუი ვიტონის მოკლედ ფასი ხარისხი შეუსაბამო მოხდა სამწუხაროდ იმიტომ რომ იმის ხარჯზე რომ დავუშვათ ვერ ყველაფერი პროდუქტიც გაწვირდა აქედან გამომდინარე შესაბამისად უნდა გაწვირებულიყო ხელფასები გაწვირდა დავუშვათ რთული გახდა სერვის თანამშრომლების მოყვანა იმიტომ რომ ძალიან დაბალი იყო მათი შემოსავალი დღეს უკვე მაღალია შესაბამისად უკვე ამიტომ იქ ვერაც ეს იმიტომ ახალი პროდუქტი აღარ შეუთავაზებია პანდემიის მერე გაიყო სტუმარ მასპინძლობის გაგება ორ ნაწილად რა ახალი პროდუქტის უნდა და ხალხს ეკოლოგიურად სუფთა განსხვავებული ახალი მენეჯმენტი ახალი რაღაც შეთავაზება სამწუხაროდ ვერ მოხდა საქართველოში პანდემიის მერე ამის შეთავაზება ახალი პროდუქტი აღარ დადებულა ქვეყანაში მაგის მერე ის რაც იყო ის დარჩა მხოლოდ და
ამიტომ ხადავდებთ მაგრამ. ხო, აუცილებლად. სად რაღაცა პროექტებს საქართველოში ცხოვრ მათ შორის ბათუმში, თბილისში ვაკეთებთ ორ პროექტს. და ეს ხო, და ამიტომ ვიძახდი რაღაც ბოდიშ დავამთავრებ ჩემ ლოგიკას და გავაგრძელებ, რომ ანუ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი პოზიციონირება ქვეყანაში, სად მივდივართ, რა ტურიზმი გჭირდება, ვინ არის ჩვენი ტარგეტი, ვინ გვინდა რომ იყოს, როგორი მოდელი გვინდა რომ ტურიზმის განვითარების არსებობდეს. ხო, აი ამის ხედვა გჭირდება და მე უკვე ბიზნესების და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობის ნაწილია, როგორ განავითარებ და როგორ მიიყვან იქ რა ფრენებს საიდან დაინიშნება პირდაპირ, რას გააკეთებს აქ რო ჩამოვა, იმუშავებს. ადრე იყო სულ აპიარებდით, რომ იმუშავე საქართველოდან, იმიტომ რომ ბევრად იაფი გიჩნდება კინოს გადაღება საქართველოში, ვიდრე თამან წახვიდე და მოდი ჩამოდი შემცელი გუნდით, აქ იცხოვრე, იმ ჭამე, ცვი და კინოც გადაიღე და ბევრად და ჩვენი ინფრასტრუქტურას მოგაწვით რა დაუშვათ ბიზნესი ამი ყველაფრის. თუმცა აღარ არის დღეს უკვე ეგეც აღარ დგას რა, იმიტომ შეიძლება ბერლინში უფრო იაფი იყოს ყოველდღიური ცხოვრება, ვიდრე საქართველოში დღეს მაგალითად თბილისში რა. ამიტომ აი ეს სწორი განსაზღვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ბიზნესის მხრიდანაც სწორი დანახვა, მაშინ დააწიე პროდუქტი. ჩვენ იაფი ქვეყანა აღარ არა ვართ ნამდვილად. ჩვენ ბევრ აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაზე უკვე ზვირი არის აქ ცხოვრება. კი, აბსოლუტურად. იცი რა მაინტერესებს? მაინტერესებს ეგეთი რამე. ეხლა ჩვენ პოდკასტს უსმენს ძალიან ბევრი შეიძლება ამ ბევრი ადამიანი, რომელიც ფიქრობს ამ პატარა სასტუმრო თავის სოფელში გააკეთოს, ან ქალაქში, ან შეიძლება, რავი, მფლობელებიც ან მენეჯმენტი სასტუმროს. რას უჩევდით თქვენ, აი თქვენი ხო ყველა წარმატებას აქვს რაღაც თავისი რეცეპტი და თავისი ისა. აი რას ურჩევდით? აი სამი რჩევა ადამიანისთვის, ვინცაც აქვს სასტუმრო, ან ვინც აპირებს სასტუმროს გაკეთებას. აი რას ურჩევდით? რა გააკეთოს იმისათვის, რომ მიაღწიოს თავის წარმატებას. აი თქვენი უკვე 15 წლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, აი ესეთი სწრაფი რჩევა თუ შეგიძლიათ. ანუ სწორი კონცეფტის დანახვა და მის შექმნა და მაგ იდეისკენ წინსვლა, იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოვა რა. თუ არასწორ ადგილას არასწორ კონცეფტს მოარგებ, ის აუცილებლად წარუმატებელი იქნება. ეგ არის მთავარი ძირითადი პრინციპი, რასაც ვურჩევ ყველას, ვინც ამ სფეროში არის რა უნდა დარჩეს ან დაგეგმოს და განახორციელოს, არის მთავარი კონცეფტის შექმნა, სწორი კონცეფტის მორგება და მერე მიცის სწორი მართვა რა, იმიტომ რომ მართლობა ძალიან მნიშვნელოვანი არის, ანუ ჩვენ ბევრი პროექტი გვინახავს, რომ როცა სხვა მართავს სხვანაირად არის და შემდეგ უკვე სხვანაირად არის, არა და ერთ და იგივე. ან შეიძლება კონცეფტი იყოს კარგი და მართვაში გაცხადოს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მაგალითია მაგისი და მენეჯმენტის კრიზისი არის, ხო? და შესაბამისად, ანუ ეგ არის მთავარი მომენტი ორი რა, მესამე არ ვიცი, შეიძლება რაღაც პროდუქტის სწორი მორგება, მაგრამ კონცეფტი და მართვა რა. უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს, იმიტომ რომ კონცეფტი თუ გაქვს და მართვა არ გივარ წარმატებელი იქნება, თუ არასწორი კონცეფტია უკვე ვერ იქნება წარმატებული. შესაბამისად, ეგ არის ორი მთავარი პრინციპი, რასაც უნდა აუცილებლად მიაქციონ ყურადღება და რა ვიცი, სწორი იდეალების დანახვა და სწორი მენეჯმენტის განხორციელება ამა თუ იმ მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ რომ რუმს თბილისი გავხსენით, მაშინ საქართველოში მოწევა დაშვებული იყო. ჩვეულებრივად ყველა სივრცეში, ყველა რესტორანში, მაგრამ ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით თემურთან ვთქვით, რომ მოდი რესტორანი და ეს სივრცეები, ბარი, შიდა სივრცეები გავხადოთ non-smoking და ეგ იყო ძალიან გაბედული გადაწყვეტილება, იმიტომ რომ საქართველოში ყველა ეწევა თითქმის მაგ დროს განსაკუთრებით 2014 წელს და ეგ იყო ძალიან ისეთი გაბედული გადაწყვეტილება და უთხარით, რომ თქვენ თუ ჩვენთან გინდათ მოსვლა სერვისის მიღება, საკვების, სასმელის თუ ამბიენსის, შენ აქ შიგნით ვერ მოწებ, მოწყობილი გაქვს ძალიან საინტერესო ლამაზი და კარგი ტერასა და იქ მოწიოთ, აქ ჭამოთ რაღაც სუფთა გარემოში და ნუ იმუშავა ამან, იმიტომ რომ მენეჯმენტმა მისცა სწორი მენეჯმენტი, ხვდებით, იმიტომ რომ სწორი საკვები მივეცით, ხარისხი დავანახეთ, გარემო დავანახეთ და შევძელით, თორე ხა ჩვენ რომ არ გვემართა ეგ სწორად, ეხა არავინ არ მოვიდო და მეორეჯერ ან მესამეჯერ, ხო, როგორც ეს ყოველდღიურობაში გადაიზარდა, ეგ იყო რაღაც კულტურის შექმნა და შესაბამისად, აი
თუნდაც ვითომ ხო პატარა გადაწყვეტილება, თან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, აი ესეთი გადაწყვეტილებებისგან და დეტალებისგან შედგება წარმატება რა. და ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ მე ძალიან დეტალურად ვაკვირდები ყველაფერს და ეგ ჩემი ერთ-ერთი არ ვიცი, უნარია, რომელსაც ვიყენებ ძალიან სწორად ჩემ საქმიანობაში და ყოველდღიურობაში და აქედან გამომდინარე ესეც ძალიან მნიშვნელოვანი დეტალებზე დაკვირვებულობა უნდა იყოს, თუნდაც ის მესამე ნაწილი, რაც ვთქვით, რომ უნდა გაითვალისწინონ რა. ხო. დიდ ბიზნესს ვურჩევდი რომ მოგმართოს ჩვენ. როცა დაიწყებს ამაზე ფიქს და დაგეგმოს, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც ზევანმა თქვა კონცეფტის სწორად ჩამოყალიბება. შენობის სწორად დაგეგმვა, რაც ძალიან ხშირ შემთხვევაში, უმეტეს შემთხვევაში მე უკვე საოპერაციო ხარჯებს აწვირებს, არასწორად დაგეგმილი ბიზნესის ეკონომიკას სწორად ვეღარ აკალკულირებ და ასე შემდეგ რა. და პატარა მცირე ბიზნესებს ვურჩევდი რომ ის გააკეთონ რესიც შერად რა, ის რაც ყველაზე მეტად დღეს მომხმარება, დღეს ქართული საქართველოში არ არის ლაგჟერი ქვეყანა. საქართველო არის ისეთი ლაგჟერი, რომელიც შეიძლება ვერც ერთმა ვერ მისცეს სხვა ქვეყანამ, იმიტომ რომ აქ მომხმარებელი ჩამოდის იმისთვის, რომ ჩავიდეს მე სოფელში, ნახოს ბებიას და ბაბუას მოყვანილი ბოსტანი, სუსტად. აი იმ ბოსტნიდან მოწყვეტილი პამიდორი, ბოლოკი, კიტრი და სტაფილო ის ჩამოს და ეგ ლაგჟერი, რომელიც დღეს სოფელში დაიკარგა რა. ეგ ზუსტად ეგ ინტერესია და ამიტომ ეგ არის მთავარი, რომ ხაჭაპური 50 ლარად უნდა გაყიდო, ხაჭაპური უნდა გაყიდო და შეგიძლია მე 50 ლარა თუ დაინახა რომ მოწველა აი მან თვითონ ზროხა, მე იმისგან დააყენა ყველი, ის რო ხა წავიდა და იბალახა იქვე რაღაც ჭალებში დაუშვა და აი ამაში შეიძლება გადაიხადოს 50 ლარი, მაგრამ თუ ხა იმან რაღაცა გასტრონომიდან რა ქვია, მაღაზიიდან აღებული ძით გამოყვანილი კაცმარიცის რა ყველი და რა ცომით მაგ შემთხვევაში თუ თავის შრომაში გადაიხდის, თუ დაინახავს თქვილი თვითონ რატო ხავს handmade ღირებული ხო რაღაცას რო აწერია handmade, იმიტომ რომ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ხელით შეხებაში იყო რა გააკეთოს რა. აი ამას ურჩევდი რომ აი ამამდე ეს დავანახოთ, ეს დავიყვანოთ, ეს ვაჩვენოთ, რომელშიცაც ყველაზე მეტად აინტერესებს საქართველოს, რომელიც არის საქართველოს კულტურა ხო ასევე რა. ეგ არის ჩვენი კულტურა ის ამაში ამიტომ მოდის აქ მომხმარებელი რა. ამიტომ აინტერესებს როგორ აყენებს ღვინოს მეღვინე, როგორ ჩურჩხელას როგორ აკეთებს და აი ამაში შეიძლება ამ გამოცდილებაში შეიძლება გადაიხადოს. ეს არის ის საქართველოს ლაგჟერი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია და ასევე ვიტყოდი რომ და ასევე ეკოლოგიურად სისხლთა გარემო შეიძლება რა. აი ჩვენ გვაქვს უნიკალური მთები ხო, დაუშვათ რაჭა, აჭარის მთები, ყაზბეგი, თუშეთი, სვანეთი, არ მინდა რამე გამომრჩეს რა. სადაც ყველაზე მეტი მომხმარებელი ევროპელი და ამერიკელი ტურისტი აი აქ მოდის ზუსტად რა. და აი ამაში ხედავს ყველაზე დიდ სიამოვნებას და ყველაზე დიდ ღირებულებას ამ ქვეყნის და ეს ამ ყველაფრის ინფრასტრუქტურის გამართვა რომ ეს ყველაფერი გაუმარტივდეთ ტურისტებს და გახდეს მიმზიდველი რომ გადაფრინდეს მაგალითად ბათუმში, სვანეთში, ხვდებით შიდა ტურიზმის დასამართლებლად და ასე შემდეგ. მე ვიცი ისტორია, თუ სწორედ მახსოვს, რომ დუბაის მმართველმა დუბაის კონცეფცია ისტორია როგორც მე მგონი PA Consulting-ს დაუკვირდა. და მახსოვს ისტორია იყო ეგეთი, რომ PA Consulting-ი ჩამოვიდა 400 გვერდიანი პრეზენტაციით და მე 400 გვერდს არ წავიკითხაო. და ერთ გვერდზე დამიტიოთო. და მე მოიფიქრეს ეგეთი გამოსავალი, რომ უზარმაზარი ვატმანი აიღეს ერთი და იმ ვატმანზე დაიტანეს მთელი დუბაის სტრატეგია და აი ამ ერთ უზარმაზარ ვატმანზე დაამტკიცა დუბაის მმართველმა, შეიხმა ეს კონცეფცია, რომელიც დღეს ჩვენ ვიცი დუბაი. იცი რა, სულ მაგაზე ვფიქრობდი, რომ აი ჯიმ კოლინსის სიტყვები მახსენდება, რომ თუ დაფიქრდიო, ჩემთვის სამაგიდო წიგნი არის Good to Great, ჯიმ კოლინსის და კოლინსი ამბობს ეგეთ რაღაცას, მაგას აქვს ზღარბის მოდელი და ამბობს ეგეთ რაღაცას მოიკიგაი მოდელია, გავს იკიგაის რაღაცით, ოდნავ განსხვავებულია კონცეფცია და კოლინსი ამბობს, რომ დაფოკუსირდი იმაზე, რაც გამოგდის ყველაზე კარგად. და თუ გამოგდის თასმების შეკვრა ყველაზე კარგად, შეკარი თასმები. მეტი არაფერი არ გააკეთო. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და ეგს დაგვანახა ჩვენ დამთავრე და გეტყვი. ხო, ნახე რას ვფიქრობ. ბევრს მე რამოდენიმე
რამოდენიმეჯერ ვიყავი ხედვის workshop-ზე, სადაც მთავრობა ფიქრობდა ხედვაზე და სულ ამბობდი, რომ ერთადერთი რაც ბუნებრივად ვიცი ჩვენ DNM-ის დონეზე ვიცით, არის სტუმართ მოსმისობა. ეს არის ის, რაც DNM-ის დონეზე გვაქვს. სხვა საკითხია ინფრასტრუქტურა გვაქვს, არა გვაქვს, აეროპორტი გვივარგა, არ გვივარგა, სასტუმროები გვივარგა, არ გვივარგა, ბილიკები გვივარგა, არ გვივარგა, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული საკითხები, მაგრამ სულ მიკვირდა, რომ დღეს აი ქვეყნის ხედვის დონეზე რომ გამოგვეტანა რომ ჩვენ ვარ ყველაზე მაგარი მასპინძელი ქვეყანა და 20 წელი რო გვეშენებინა ეგეთი ქვეყანას რომელიც იქნებოდა საუკეთესო მასპინძელში გულისხმობს სუფრის პონჩი კი არა რავი სპორტული ღონისძიების მასპინძლები კონცერტების მასპინძლები საუკეთესო კონფერენციებზე რო წახვიდე და ტურიზმის შექმნა ყველანაირი და მოამზადოთ ქვეყანა იმისთვის რომ ვიყოთ ყველაზე მაგარი მასპინძლები მგონია რომ DNM-ის დონეზე მაგის პოტენციალი გო მე კი არ ვამბობ რომ ხვალ რომ გამოვაცხადოთ ამას გავაკეთოთ რა თქმა უნდა მაგრამ DNM-ის დონეზე გვაქვს ამის პოტენციალი რომ ეგ განვახორციელო რას გულისხმობ იცი აი გულისხმობ რომ წახვიდე და გააკეთო აეროპორტი წახვიდე აი ეგ გამოცდილების დიზაინის კომპანიასთან კონცეპტ ტიპებთან როგორც თქვენ ხართ და უთხრა მე ვარ საუკეთესო მასპინძელი ქვეყანა მსოფლიოში რანაირი აეროპორტი უნდა მქონდეს რა რო ჩამოვლენ ჩემთან რავი თაიგული დავხდე ჩამოვკიდო რბილი კრესლოები იყოს თუ რა იყოს იმ აეროპორტში რომ ადამიანი როგორც კი ჩამოვა განცდა კონდეს რომ სხვაგან არის სადღაც არის იქ სადაც რაღაც განსაკუთრებულად დავნე და არა ის ხა 3 ბილიკი მექნება თუ 4 ხო და მაგაში დავხარჯო 10 ისე მილიონი მივდივართ კონცეფციამ ანუ მივდივართ კონცეფციამ სწორ ხედვამდე რა ეგ არის ყველაფერი და იმასთან მინდა დაუბრუნდე რაც ახსენე ახლა რომ ყველაფერი თავისი უნდა აკეთოსო ეგ არის რაც ხშირ შემთხვევაში საქართველოში პრობლემა ხდება იმიტომ რომ ყველას პირველი საფეხურიდან უცებ დირექტორობა უნდა და ბევრი მაგალითი გვაქვს წარუმატებლობის ამის დანახვის რა რომ ვერ თუ არ გაიარე ის ეტაპები უცხოეთშიც ის მიმტანი რო არის რა ქვია მაგას სტუდენტი მე დირექტორი კი არ ხდება მეორე დღეს და არც აქვს ამის ამბიცია იმიტომ რომ ჯანსაღად აზროვნებს და შენ რო სტუდენტობიდან და იმიდან რა ქვია მიმტანობიდან უცებ დირექტორი ვერ გახდები იმიტომ რომ წარუმატებელი იქნებ ვერ იქნება იმიტომ რომ გამოცდილებამ უნდა მოგიტანოს ეს სწავლამ უნდა მოგიტანოს შემდეგ უკვე სამუშაო გამოცდილებამ სხვადასხვა გრადაციაზე მოგიტანოს და შემდეგ უკვე იქნები წარმატებული დირექტორი რა თქმა უნდა ყველა უნდა განვითარდეს და ეგრე იყო ჩვენი ღირებულება და პრინციპი რომ ყველა ჩვენი თანამშრომელი ეგრე უნდა განვითარებული იყოს საფეხური და შემდეგ უკვე მიდიოდნენ და ეგრეც განვავითარეთ ყველა ჩვენი GM-ი ყველა დირექტორი იყო რაღაცა პირველი საფეხურიდან წამოსული მაგრამ როცა ამ საფეხურებს ახტები ხელოვნურად არასდროს წარმატებული არ იქნები, იმიტომ რომ აუცილებლად ეს იქნება წარუმატებლობის და ამიტომ ეს ერთ-ერთი რჩევა იქნება ყველასთვის, რომ სწორი ხალხი, სწორ დროს, სწორ ადგილას უნდა აკეთებდეს თავის საქმეს. კითხვა, როგორც კონცეპტ კრეატორებთან. ასეთ კონცეპტში ბაინს გააკეთებდით, აი ქვეყანას ჰქონდეს ესეთი ხედვა, რომ ჩვენ გავხდეთ სოფლიოში საუკეთესო მასპინძლები. გვაქვს ეგეთი პოტენციალი? იცი, გვაქვს. ესეთი გვაქვს, იმიტომ რომ ყველაზე მეტი მარკეტინგული ალბათ რაც შეგვხედრია, ხო, სოფლიოში, მარკეტინგის გულად აწერია რაღაცა სინს რაღაცა ამერიკა წლიდან, ხო? აი ამ წლიდან არსებული მაღაზია არ აქვს მნიშვნელობა, კლუბი, რესტორანი, ასე შემდეგ. რაც უკვე ესე იგი ნიშნავს, რომ ამ დრომ გამოცადა, ხო? და ამან დაამტკიცა, რომ რახან აქედან მოდის არის ძალიან მაგარი. რა იაპონელი ადამიანი გავიცანით, ერთი რომელიც ოჯახი აკეთებს 500 წელია იმპერატორისთვის კამფეტებს, რა და ეს ყველაზე დიდი კამფეტების ყველაზე დიდი კომპანია და 500 წელია, ხო? აი საქართველოს თავად მარკეტინგი არის since რაღაცა 2000 წელი, ხო, დაუშვათ ქვეყანა და პლუს კიდევ მართლა კარგი სტუმარ მასპინძლები ვართ, იმიტომ რომ ვინც კი მტერი წავდა ისიც გავისტუმრეთ, ცოტა ხნით შემოსული ყოველთვის და დავჭით ქართველები და ვინც მართლა კარგი სტუმარ მასპინძლები ვართ რა და ეს არის ჩვენი კულტურის ნაწილი რა რომ ჩამოდიხარ აეროპორტში მართალია რა იმის მაგალითად რაღაცა ბაზი და ღვინო და კულტურა გვაქვს ხო და უშუალოდ უდიდესი და ვიძახით რომ ჩვენი ქვეყანაში არის აღმოჩენილი პირველი ღვინის წეთები ხო ზეზვა და მზია რაღაცა ან ძალიან დიდი რომელიც რეალურად ეს კი არ გადმოვიდა პირველ იმაზე ამის ფიქრით არ გადმოვიდა პირველ იმაზე რა ეტაპზე რა რაღაცა უფრო კომერცია გახდა უფრო მეტად მნიშვნელოვანი და
ამითი კი არ მოვიზიდეთ ინვესტორებს, კი არ ვიზიდავთ ინვესტორებს, ოსენთიკ უნდა იყო რა. კულტურის გამოტანა და კიდევ ერთხელ ვიძახი რა, ლევანის არ იყოს ძალიან მნიშვნელოვანია სწორი მენეჯმენტი ხო ყველაფერში. ძალიან მნიშვნელოვანია ის მენეჯმენტი, რომელიც შეიძლება რომ გაზარდოს და შეიძლება დაანგრიოს რაღაცები რა. ამიტომ ძალიან მაგაზე მქონდა კითხვა თქვენთან, როგორ ზდიდით ხალხს? ანუ ეგავე ინსპირაციისთვის რომ ჩასვით ბიზნეს კლასში და საუკეთესო შეფები და რესტორნები. ყოველდღიური. თქვენი სკოლა ქონდათ, კოლეჯი ქონდათ, ვინმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობდით, აი როგორ ზდიდით ხალხს? ვაპირებდით ამის გაკეთებას უბრალოდ მე პანდემიამ შეგვიშალა აჭარა აკადემიის უკვე დაწერილი იყო სილაბუსები ყველაფერი უბრალოდ ვერ განხორციელდა იმიტომ რომ პანდემია დაიწყო მე ჩვენ ერთ წელიწადში წავედით კომპანიიდან და შესაბამისად მანამდე თანამშრომლობდით აი კულინარიის სკოლასთან მაკედან მოყავდა როგორ დაცინეს ბენდუქიძე ამ კულინარიის სკოლას ვაკეთებდა რა ანუ რა სიგიჟე იყო მაშინ ყავდა წარმატებული სტუმარიც იყო რომ დაუშვათ აი მოსული იქიდან რა ის კულინარიის აკადემიიდან მოსული რა ძალიან სწორად ჭირდა ხავს მაგალითად მაგრამ აკროა იყო სამსახურში მაგრამ კიდევ ერთხელ ის გაგება რომ რაც უნდა კონდეს პირველ რიგში რაც უნდა ისწავლოს ხალხის დასწრამდე ეგ არ იყო და მე დავჯექით ერთად და სილაბუსიც ერთად შევადგინეთ ეს იყო ყოველდღიურობა ყოველ დღე წლების მანძილზე ყოველ დღე ერთი და იგივე რაღაცის ლაპარაკი ამ იდეალების გადაცემა ჩვენს მენეჯმენტზე ჩვენს გუნდში მე ისინი თავის პატარა უფრო გუნდში ისინი კიდე ქვევიჩად ეს იყო ჯაჭვის ერთობლიობა რაც ქმნიდა ამ ყველაფერს და ყოველდღიურად ანუ წლების მანძილზე რასაც 2014 წელს ლაპარაკობდი 2019-შიც მაგას ლაპარაკობდი ხოლმე იმიტომ რომ ეს კონსისტენტის მდგრადობა ხო რაც უნდა შეიქმნას ეგ არ შეიძლება რომ ერთხელ ისწავლო და მე დამთავრე იმიტომ რომ ბევრნაირი ხალხია ხალხი მიდის მოდის შესაბამისად ამას ჭირდება ყოველდღიური ეს მანქანა უნდა მუშაობდეს რა ეს ჯაჭვი არ უნდა ირღვეოდეს ეს იყო ერთობლიობის მექანიზმი რომელიც შეიქმნა და ყოველდღე გადაეცემოდა ამ ჯაჭვს და ეს რაღაცა მანქანა იმიტომ რომ სასტუმრო არ იკეტებას 24 საათი მუშაობს და შესაბამისად ეს არასდროს არ მთავრდებოდა დღე და ღამე და მგონია რომ ჩვენი ყოველდღიური აი ამ რაღაცა მენტორული იდეალების ყოველდღე საუბრით შეხვედრებით გასვლითი თუ შიდა თუ ასე შემდეგ ეს ყველაფერი იქნებოდა ყოველდღე მინდა კორპორატიულ კულტურაზე გკითხოთ აჭარა ჯგუფის რა იმიტომ რომ ყველაზე მეტი ეგ მართეთ ეხა გავიგე რომ მართვაში მონიტორინგს უწევთ მაგრამ ამაში აქტიურად თქვენი შექმნილი არის ფაქტიურად თქვენი მენეჯმენტის ქვეშ არის შექმნილი მე რამოდენიმე ადამიანს ვიცნობ მეგობრობ და მოკლედ რო ვეკითხებოდი რანაირი კულტურაა გარედან მე მგონია სამ სიტყვას სტრესული მეორე სულ ღია უნდა იყოს ცვლილებისთვის აი ხვალ რა იქნება აი არავინ არ შეიძლება ახალი პროექტი აი ესე დაიბადოს და იმ 200 პროექტს რაც გაგ 200 მეერთე დაგებატოს ეს არის და მესამე არის აი ყველაფერი გუშინ წინ ხო და ნუ ალბათ სტრესიც მაქედან გამომდინარე. ანუ ესე ახასიათებდნენ და პოზიციური სწრაფი ცვლილებები, სტრუქტურული სწრაფი ცვლილებები, ესე გადავაწყეთ, ისე გადმოვაწყეთ. რაღაც ხალხი შოკში იყო რა, ანუ რეალურად, მაგრამ ვინც ვერ ერგებოდა, მიდიოდა და ვინც ერგებოდა, მე კაიფობდა, ხო, კაიფობდა ამით და აი დაახლოებით ეგ დეფინიცია რაც ახლა აქვს წერი ახლოს არის რეალობას და მე ხარ სტრესულს მე ვეძახი გარემოს ვიღაცა სტრესულს რო ეძახის მე ვეძახი სამუშაო პროცესს როგორც გითხარით რაღაც ნიუ-იორკის სკოლა გვაქვს გავლილი და დისციპლინის გარეშე დისციპლინის გარეშე ვერაფერი ვერ შეიქმნებოდა რა შესაბამისად თან ახალ რაღაცას ვქმნით განსაკუთრებით ამ ქვეყანაში რომლებიც ანუ ჯიუტებიც ვართ ქართველები ცოტა ისეთი ეგოც ბევრს აწუხებს რომ არ უნდა აწუხებდეს იმ დროს რა აქედან გამომდინარე დისციპლინას ბევრი ეძახდა სტრესს ოკეი მუშაობას ყველა ეძახდა რომ 10-ზე უნდა ნიუ-იორკის ტემპით ამუშავებდით საქართველოს კომპანია სხვანაირად
ვერ განვითარდებოდი რა, ვერ ჩამოყალიბდებოდა ეს ყველაფერი. ეს ინსტიტუცია, ეს ორგანიზაცია რაც შეიქმნა, სხვანაირად ვერ ჩამოყალიბდებოდა, ვერანაირად ამაში დარწმუნებული ვარ დღესაც და ეგრე ვაგრძელებ ყველგან მუშაობას და ყველა გუნდთან მიმართებაში იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ პროფესიონალიზმზე იყო დაფუძნებული ეს ყველაფერი. ეს არ იყო არასდროს რამე შეურაცხყოფაზე დაყრდნობილი, იყო ყოველთვის დისციპლინა, ვაკეთებთ საქმეს, მე ვერთობით ერთად, როცა ვერთობით, მაგრამ საქმის დროს ვაკეთებთ საქმეს. და ამას ვითხოვდით მხოლოდ და არ იყო ამაზე მეტი არაფერი. ის რომ ხო, ახალი პროექტი დაიბადა, უცებ და წავედით ახლა 200 მეერთეც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა, რაც მე ამათაც მოწონდათ, ხო, ყველას მოწონდა, ჩვენ გუნდს მოწონდა, ჩვენს გარშემო, იქიდან გამომდინარე, რომ ეს მათი განვითარებისთვის აჭარაჭუბშარი უამრავი ადამიანი, რომელიც დაიწყო დამწყებად და დღეს მენეჯერები არიან და უამრავი კორპორატიული სტრუქტურა იყო. სწორი ძალიან სწორი, იმიტომ ჩვენ ვიყავით, ხო, როგორც შენ სახსენე, სასტუმრო, როდესაც კომპანია, რომელიც ყოველ წელს რაღაცა სიახლეს, რაღაც ახალი პროექტი იბადებოდა, 10 წელიწადში, 12 წელიწადში გავხსენით 7 სასტუმრო. ხო, ანუ ხო, ბოლო გავხსენით, აი მე წელიწადში რო ჩამოვედით უკვე 2 წლის. ბათუმი იყო ბოლო? ბათუმი იყო ბოლო და შემდეგ უკვე წამოვედით და ამიტომ თემურთან ერთად სოფლის მეურნეობის დიდი პროექტი ასევე უდაბნოზე ლაპარაკობ. ხო, მაშინ თავის დროზე, როდესაც რეალურად ეს იყო რაღაცა კიდევ უდიდესი ერთი გარკვევა, რომელიც მაშინ ჩავერთეთ, ხო? კორპორატული სტრუქტურა იმისი, რომ мотиваცია ყველასთვის, რომ იცი რა არის, ეს სამსახური არის შენი სახე. და დღეს მაგალითად თუ რაღაცა შექება და შენიშვნა არის, ეს არის შენ რუმსის, შენ წარმოადგენ ამ ბრენდს, რუმსის სტამბა თუ ლოლიტა თუ სხვა რა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამის გაკება და ისეთი სამსახურის შექმნა, სადაც თანამშრომელს მოსვლა უხაროდა, სადაც ზუსტად იცოდა, რომ ვითარდებოდა და დღეს მაგალითად რომ მივდივარ ნებისმიერ ბარში, რესტორანში, კაფეში, ძალიან იშვიათად ვიხდი, იმიტომ რომ პატიჟებენ, იმიტომ რომ ყველგან ის თანამშრომლები არიან, რომლებიც ჩვენი გახდილები არიან. რა ეს იყო ყოველთვის ვიყავით მეტრი იმ ამ ჰოსპიტალიტიში. დღეს ვინც არის წარმატებული ჰოსპიტალიტიში დასაქმებული ადამიანი, ყველა ჩვენი სკოლა აქვს გავლილი, ყველას ეს კულტურა აქვს გავლილი. ეს იყო ინსტიტუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ვიძახი რა, რომელიც წიაღიდან წამოსული ადამიანებმა ძალიან ბევრი კარგი პროექტი გააკეთეს, ძალიან ბევრი წარმატება მოიტანეს და ძალიან კარგად დაანახეს სერვისი. რა მომხმარებელი გავზარდეთ, მომხმარებელი გავხადეთ ძალიან ამბიციური, იმის სათქმელად, რომ ელოდებოდა ყოველ სეზონზე ახალ მენიუს, ელოდებოდა ჩვენგან ყოველ ჯერზე ახალ სიახლეს, განსხვავებულ მუსიკას, განსხვავებულ არტს, კედელზე განსხვავებულ პროგრამას. ჩვენს გასაკანი არ ქონდა და ჩამოვედით მაგალითად ხო ჩამოვიყვანეთ ქვეყანაში, რომელიც ვინ ჩამოვიყვანეთ? პატისმითი, თქვენ როგორც აღნიშნე, ახალგაზრდები უყურებენ ბევრი და დარწმუნებული ვარ, ყველა მიცის და ყველას დაკითხული აქვს მისი საყვარელი წიგნი kids და შესაბამისად, ანუ ძალიან დიდი გამოხმაურება იყო, სამდღიანი იყო, ერთი იყო მისი შოუ, მუსიკალურ გაფორმებასთან ერთად კითხულობს თავის დაწერილს და შემდეგ იყო გამოფენა და მერე იყო წიგნის ხელმოწერა და იყო უდიდესი, აი იმაში ბერქაინში რო დგას, ხო იცი რიგი შესასვლელად კლუბში ბერლინში, ყველაზე ცნობილ ერთ-ერთ კლუბში მსოფლიოში, ეგრე იყო რუმსთან ახალგაზრდების ჯარი ამ წიგნით ხელში, რომ პატისმითთან ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ასევე ჩვენი ღირებულება, რომ ჩვენ იმ რაღაცა ჩვენ თხოვნით აი ლევანის კონტაქტებით, დამსახურებით ფოტომუზეუმი გავაკეთეთ იმაში, ხო? სტამბაში რო არის თანამედროვე, რომელიც სასტუმრო დღევანდელი გაგებით სასტუმრო ხო არ არის, ჰოსპიტალიტი აღარ არის მხოლოდ კარგი ნომერი, სადაც დარჩები გაიღვიძებ და უნდა წახვიდე. არა, დღევანდელი სასტუმრო არის, მიდიხარ გამოცდილების მისაღებად, სადღაც ახალი დიზაინის სანახავად, ახალი ინტერიერის სანახავად, გასტრონომიის გასასინჯად, ღვინის დასაგემოვნებლად და შიგნით კიდე რა ხდება, რას მთავაზობ. რატო უნდა ავირჩიოს შენ და რატო არ უნდა წავიდე სხვაგან. ხო, რატო უნდა დავხარჯო შენ თათბული და არა სხვა. ხო, იმიტომ რომ ეს გაძლევს წვდომას და ერთობლიობას ისეთ პროდუქცია, რომელიც კულტურულად გემოვნებისთვისებების თვალსაზრისით გაძლევს იმ ქვეყნის გამოცდილებას, იმ ქვეყნის ისეთ ადამიანებს ეწვდომას, როგორიც არის კიდევ ერთხელ ჩვეულებრივი მოკტავებით ადამიანები, რომლებიც სტუდენტები, ახალგაზრდები, არ ვიცი, ბიზნესმენები, არტისტები, ყველა ერთად ერთ სივრცეში ხვდებოდა და ყოველთვის იცოდი, რომ ნახავდი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შენთვის საინტერესო იქნებოდა ყოველდღე. ხო,
ყოველთვის ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ურთიერთობა Fashion Week-თან, კინო ფესტივალთან, ფოტო ფესტივალთან, ამოდოს კონფერენციასთან, დიდ კონფერენციასთან, არა, ვიძახი მკუთხით, რომ ადგილობრივი ხელოვნების განვითარება ჩვენთვის დანიშნულოვანი იყო. ბევრი მეგობარი ყავს, საყვარელი არტისტი ყავს თუ ასე შემდეგ. მარტო პატისმიტი კი არ ჩამოყავდა ამის აღნიშნა, მინდა აქაურ ესეც ერთ-ერთი მთავარი ის იყო იდეა, რომ განვითარებინა ადგილობრივი და ხელი შეგვეწყო ადგილობრივი, თუნდაც რაღაც რეზიდენსები ხდებოდა. და ბოლომდე რო უპასუხოთ ბოდიშ შენ კითხვას, ანუ ყველას ჰქონდა განცდა, რომ როდესაც ჩვენთან იწყებდა მუშაობაც, რომ ხვალ დღეს თუ და ყველა ჩვენი წიაღიდან იყო წამოსული და დაწინებული ყველა თანამდებობის პირი, რომ დღეს თუ მე წავედი და ვიმუშავე დამლაგებლად, ხვალ შეიძლება აუცილებლად ვიყო მენეჯერია და იმიტომ რომ ახალი სასტუმრო იქნება, ახალი გამოწვევებია და სხვა სასტუმროში წავალ. ეს იყო მხოლოდ მათზე დამოკიდებული. განვითარებას ვაძლევდით, სწორ მიმართულებას ვაძლევდით, ვისაც უნდა ვითარდებოდა, ვინც დისციპლინას სტრესად აღიქვამდა, სტრესია ყველაფერი, ყოველდღიურობა სტრესი არის რა. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ნიუსი, რომ კოხთა გაიყიდა. და გამიჩნდა კითხვა, არ ვიცი, შეიძლება თქვენ კითხვა თქვენთან არ არის და თქვენი ინტერპრეტაცია თქვენი მენეჯმენტის ქვეშ აღარ მოხდა, ხო? არა, გადავიდა უკვე Silk Road-ის მენეჯმენტში. ჩვენ ხო. ეგ ეხლა მოხდა, ჩვენ კომპანიაში არ ვიყავით, უკვე 2 წელია როგორც თქვენი აზრით რატო გაიყიდა? რა არის მიზეზი? იცი რა, მაგაზე ეხლა ჩვენი მხრიდან ამაზე საუბარი არ იქნება სწორი კორექტული, იქიდან გამომდინარე რომ არ ვიყავით ჩართული ამ 2 წლის განმავლობაში კომპანიაში. გული დასწრა? ხო თქვენი სასტუმრო. გული დამსწრა. მე გული მწყდება ყველა იმ ცუდ კომენტარზე თუ კაი კომენტარი ძალიან მიხარია, ცუდი კომენტარი თუ მესმის ძალიან გული მწყდება. ალბათ Silk Road Group-ი არის მეორე კომპანია ხედვით Hospitality-ში, რომლის აზრის მოსმენა ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან ელენე ვინც მართავს Silk Hospitality-ს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ჩვენი ძალიან საყვარელი ახლობელი ადამიანია. ჩემი ასისტენტი იყო, ბევრი წელი მე ყაზბეგის გენერალ მენეჯერი და პირველი წასვლის დროს თვითონაც გადავიდა შემდეგ უკვე ამ კომპანიაში და ბევრი კიდე სხვა ადამიანი, ვინც ჩვენი გუნდის წევრი იყო მათ შორის და შესაბამისად, ანუ რა თქმა უნდა, იგივე რაღაცა ღირებულებებით, იგივე ხედვით, იგივე რაღაცა მენტალობით იმართება და ვითარდება და ძალიან დიდები ხდებიან და შესაბამისად გიორგი ნამიშვილსაც აქვს ხედვა, როგორც ხვდები და საბოლოო ჯამში და ძალიან საინტერესო ინტერპრენიორი არის ეგეც. Hospitality-ის მოთამაშე. ბატონო, რა თქმა უნდა და ვხედავთ უკვე ახალ პროექტებს და კიდე იგეგმება და ერთი პროექტი უკვე მიერთეს როგორც ასეთი ყოფილი რუმს კოხთა, დღეს რუმს ბაკურიანი ქვია თვალწდები და ისე აღარ არის. რუმსი არა, უკაცრავად კოხთა ქვია, ხო, უკვე სწორად. კითხვა მაქვს. ამდენი წელი იმუშავეთ, მე რაღაცა პერიოდი დაშორდით, მე ისევ შეერთით, მე ისევ დაშორდით და ბოლოს გადაწყვიტეთ თქვენი თამაში შეგექმნათ. რამ გადაგაწყვეტინათ საბოლოოდ დაშლა და თქვენი უკვე საკონსულტაციო კომპანიის და უკვე თქვენი ენტერპრენიორიული პროექტის გაკეთება? ხო, არ ვიცი, ალბათ დრო იყო უკვე ამ რაღაცა. ეგრე მოხდა ის, აი რაღაცა დაუგეგმავად, ხო, ინიციატივა არ იყო, დაუგეგმავად მოხდა. ხო, თემურმა ხა რაღაცა პერიოდის მერე, როდესაც ჩვენ წასულები ვიყავით, ხო, კომპანიიდან რაღაცა 2 წლის მერე, მე მქონდა მასთან შეხვედრა, ბევრი ვისაუბრეთ, დავინახეთ, რომ ისევ შეგვიძლია, რომ ერთობლივად კარგი რაღაცები ერთად გავაკეთოთ. ისე მოგინდა. იცი რა არის, ძალიან დიდი პატრიოტი ვარ ჯერ ესეთ ჩვენი ქვეყნის. გვიყვარს ორივე ძალიან საქართველო და ჩვენ სასტუმროებს ჩვენ ბავშვებს ვეძახთ. ხო, რა, ეს ხო არის, ეს ხო. აი რაც მოვყევით, მიხვდებოდი ალბათ რამდენად ვნება და რამდენად სიყვარულით არის ეს ყველაფერი გაკეთებული. კულტურის უდიდესი ნაწილი, ხო, დაუშვათ. ეს იყო თანამედროვე საქართველოს სახე. უდიდესი ნაწილი და ძალიან ამაყები ვართ, რომ ამაში მივიღეთ მონაწილეობა და შევწელით. ეს იყო კულტურა, ეს იყო არტი, ეს იყო გასტრონომია, ეს იყო მეწარმეების ჩართვა, ეს იყო ბიზნესის გადანაწილება. მიზიდულობის ცენტრი შეგვიძლია. თემურის ასევე რა თქმა უნდა პირადი ჩვენ ურთიერთობა, რომელიც ანუ ძალიან ახლო ურთიერთობა რაც გვიყვარს. მეორეჯერ დაბრუნდით, ანუ იყო ძალიან ამბიციური გეგმები, რომ რაღაცა ბონდის გამოშვებაზე ვიყავით ორიენტირებული, რუმსის, ამიტომ ცალკე გამოვიტანეთ ეს რუმსების კომპანია, ვიყავით ბათუმის გახსნის ნაზერთ ფოკუსირებულები, იმიტომ რომ ბათუმში გვინდოდა ბევრი წელი ვაკეთებდით მაგ სასტუმროს და გვინდოდა რომ გვეჩუქებინა კიდევ ერთი ლამაზი ადგილი ბათუმლებისთვის.
პირველ რიგში და მე იქ ჩამოსული სტუმრებისთვის ჩვენი ინიციატივა არ იყო ნამდვილად მეორეჯერაც ისე როგორც პირველად დაშლა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი რა ჩვენ თვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ ისეთი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვაკეთო ისეთი საქმე ის საქმე რომელიც მიყვარს რომელიც კარგად ვიცი რომ გამომდის ძალიან პატიოსნად ვაკეთო ეს ყველაფერი და კიდევ ერთხელ მოვიტანო ყოველი ჩემ საქმით მოკიდებულზე თლით წარმატება როგორც ჩემთვის ასევე კომპანიისთვის ასევე ბიზნესისთვის ასევე ქვეყნისთვის ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია წარმატებული პროექტი ყველა პროექტი რომელსაც ხელს მოვკიდებ უნდა იყოს წარმატებული და შენ სახელთან გაიგივებელი ჩვენ თვით შექმნილი ადამიანები ვართ self-made ადამიანები ვართ დიამაყება ეგ კი ძალიან მეამაყება იმიტომ რომ ჩემი წარსულიდან ჩემი აწყოდან გამომდინარე ფასდება ვინ ვარ მე და როგორ პროფესიონალი ვარ მე და ვინ ვარ და რატო უნდა ჩემთან მუშაობა ხო კიდევ ერთხელ კითხვის ნიშნების გარეშე უნდა ხდებოდეს ესენი და ესეთ კითხვის ნიშნები არ იყო ამიტომ მიგვაჩნია რომ შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე დავაკეთოთ კიდე ძალიან ბევრი რამე მოვიტანოთ ძალიან ბევრი რამე ხო როგორც აღნიშნეთ ვაკეთებთ ლისილეიგზე ძალიან კაი პროექტს ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან საინტერესო და ახალი და ახალი ეკოსისტემა გვაქვს ერთი ძალიან საინტერესო პროექტი რომელიც იქნება და ძალიან გამithდება ეხლა თან დაივიწყებ თანამშრომლობას უდექში ერთ-ერთი ძალიან საინტერესო პროექტთან მიმართებაში ბათუმში მოდის ახალი კარგი ლამაზი ადგილი ძალიან მნიშვნელოვანი რესტორანი შეიქმნება რომელიც ისტორიულ შენობაშია ბულვარში ძალიან მაგარი პროექტია ვცდილობთ რომ ძალიან ბევრი პროექტი აქაც დავიტოვოთ რა არ ვიყოთ რომ ძირითადად მარტო გასული რო არ ვიყოთ რა მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ ვიძახი რა ეს ადამიანი ვისაც ვაკეთებთ პროექტს რა ძალიან ცნობილია სოფლიოში ყველაზე დიდი ბრენდი რაც არის დავინესი ეს არის კოლექტიურად სუფთა ბრენდი რომელიც არის სოფლიოში მეორე ლორიალის მერე იმის რა ქვია თავის მოვლის და სახის მოვლის კანის მოვლის იმაში რა ინდუსტრიაში ამის პატრონთან ვინც არის დაფუძნებელი ოჯახი მაგათმა მოგვიწვია ჩვენსაც ძალიან ისეთი არის საპასუხისმგებლო პროექტია როდესაც გიწვევენ ნიუ-იორკში და იტალიაში და გეუბნებიან რომ იცი სამი პროექტი გამიკეთე რა როდესაც გეუბნებიან რომ იცი შენი ხედვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გიწვევენ სხვადასხვა ქვეყნებში და გეუბნებიან რომ იცი გაგვიზიარე შენი გამოცდილება შენი ხედვა არ არსებობს დიდი კონფერენცია რომ მე ან ლევანი არ გამოსულიყავი და ჩვენი პროფესიონალური ხედვა არ გაგვეზიანებინა არ გვეთქვა ჩვენი გამოცდილების შესახებ არ გვეთქვა იმ ქვეყნის გავითარების და ტურიზმის გავითარების მიმართულებაზე არ გვესაუბრა ყოველთვის ძალიან ამაყად ვახსენებ და ჩვენ მიგვაჩნია რომ ახალი თაობა არის ის რომ ვისაც ყოველთვის ველაპარაკებთ იმიტომ რომ ისინი არიან მომხმარებლები ისინი არიან მომავალი ვინც უნდა მე ვისთვისაც ეს ყველაფერი პროექტები მზადდება იმიტომ ყველა ჩვენი პროექტი სამომავლოა რომელიც ზოგი 4 წელიწადში ზოგი 3 წელიწადში ზოგი 2 წელიწადში გაიხსნება ანუ მომავალი თაობისთვის პროექტებს ვაკეთებთ ყოველთვის ამიტომ ეგ ხედვა უნდა გქონდეს რა უნდა იყოს რა უნდა მისცე რა უნდა როგორი გემოვნებით უნდა და მისცე რა როგორი სითფოთი უნდა შეხვდე მე ამ ყველაფერს და რა უნდათ მათ ხო იმის გარდა რომ სტრესესი ძალიან სტრესული ცხოვრება AI ცხოვრებაში ვართ ხო თანამედროვე ცხოვრებაში ვართ როდესაც ვირტუალური შეიძლება იყოს ყველაფერი გარდა გამოცდილებისა რა ადამიანური შეხედვის გამოცდილება რასაც სინჯავ რაც პალეტი თან ვითარებს ამის გარდა შეიძლება ყველაფერი ვირტუალურად აქციო რა და პროფესიები შეიძლება შეიწიროს ხო ამან და ხედავთ რომ იწირავს ხო ძალიან ბევრ პროფესიებს ეს არის სფერო რომელისთვისაც well-being-ი როგორ არის რომ კეთილდღეობისთვის დღეს დადგა მზრდეს ნაწილში ხო როგორ გაიხანგრძლიო ცხოვრება როგორი იყოს შენი კეთილდღეობა უფრო ჯანმრთელი როგორი იყოს ხო ახალი კონცეფცია ჩვენ აი ამ მიმართულებებზე ვფიქრობთ აი ამ მიმართულებებით მუშაობთ აი ეს არის ჩვენი მომავლის ხედვა ყველაფერი იმდენად სტრესული გარემო არის რომ როგორ შეგვიძლია რომ შენ როდესაც აქ ხარ ეს დეტოქსი გაუკეთო შენ თავს გამოიყვანო ეს ტოქსიკები გარეთ დატოვო იქ და მერე წახვიდე ახალი ენერგიით მეგობრებო მადლობა თქვენ იმისთვისაც შექმენით იმიტომ რომ პარალელურ რეჟიმში აი მე მართლაც მეამაყება არის რამოდენიმე ლენდმარკ პროექტი სხვადასხვა სფეროში რომელსაც უსხოელები ჩამოდიოდნენ და სწავლობდნენ
ერთ-ერთი იყო ესეთი თქვენი, იმიტომ რომ სიმრავლე ლენდმარკული იმ დროს პარალელ რეჟიმში მე საქართველოს ბანკში ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვიყავი ინოვაციური პროდუქტის, რომელსაც სოლო ერქვა და სოლო ლაუნჯი გაიხსნა. პარალელურად სადღაც დაახლოებით ერთ-ერთში გაიხსნა 14 იყო მაშინაც. ჩვენ რო გავხსენით ამ დროს არსებობდა ეგეთი პროექტი, როგორც იუსტიციის სახლი, ან მაგალითად ის მომსახურების სააგენტოსაც გერმანელები ჩამოვიდნენ და 20 წუთში როგორ ფორმდება მანქანა, გერმანელები ჩვენგან სწავლობდნენ. რანაირად შეიძლება გააფორმა მანქანა 20 წუთში, ან სახელმწიფო სერვისები გაერთიანო ერთ სივრცეში სისტემა. აი, რაღაცა უცნაური გამოვარდები არის, ანუ ჩვენ ქვეყანაში რაღაცა ეგეთი პროექტები ჩნდებოდა და ძალიან მიხარია, რომ თქვენ დღეს გააზიარეთ თქვენი გამოცდილება. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი ახალი პროექტებიც იქნება ძალიან საინტერესო. სიამოვნებით მოგიწვევთ კიდევ ერთხელ უკვე ახალ პროექტებზე სასაუბროთ. მოვალ გაგიზიარებთ ყველაფერს. თუმცა ეს ყველაფერი გზაში. როგორი იყო თქვენთვის პოდკასტური გამოცდილება? ძალიან საინტერესო. იმედი მაქვს, რომ შენ მომხმარებელს მოეწონება ჩვენი საუბარი და მსმენელს და კაი გამოცდილება იყო. საინტერესო ხალხთან ყოველთვის კაი გამოცდილება, საუბარი, გაზიარება და ამ დროს იბადება და გრძელდება ის, რაც ჩვენთვის ძალიან ღირებულია. საინტერესო, იცი რა არის შენთან საუბარში რაღაცა ვერაცნობიერებ, რომ შეიძლება ამ პერიოდში შენ რაღაცა კამერით და გიღებს, რაღაცა ისეთი შენთან საუბრობთ რა ამ შემთხვევაში და შენთან მაქვს ის ურთიერთობა, რომელსაც ამას გიზიარებ ემოციურად, ხელით, რაღაცა ჟესტიკულაციით და იცი რა ხანდახან მახსენდება, რომ იცი რა ჩვენ ახლა მარტო არ ვართ ამოთახში და შეიძლება რაღაცა ეგრეთ წერ საუბარს კამერებს საერთოდ არ ვაქცევ ხოლმე და ასე რომ აი ეს არის ეს გამოცდილება იყო, რომელიც რაღაცა შენ მოგეცი, რომელიც მე შენ უნდა გადასცე შენ მსმენელს რა და ეს იყო შენი პოდკასტი და ჩვენ თან ვიყავით ამ პოდკასტზე და შენი მსმენელი არის ძალიან საინტერესო. ვის მოусმენთ თქვენ ამ ფორმატში? ვინ იქნებოდა თქვენთვის საინტერესო მოსასმენი სტუმარი? თემურ გულავა. ცალსახა. დაუძახოთ. დაუძახოთ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება და თემურს შევთავაზებ, რომ გინდა სტუდიაში, გინდა მასთან სტამბაში, გინდა რომში, გინდა პარკში, სადაც იქნება საინტერესო, იმიტომ რომ მათ შორის ძალიან მაინტერესებს არა მარტო ეს მიმართულება, კიდევ მაინტერესებს ონლაინ გემლინგი, როგორ გაიყიდა Flutter-ზე, როგორ მოახერხა ხელა გიგანტზე, ამის ყველაფრის გაშვება ძალიან საინტერესო სტუმარი იქნება. მეგობრებო, მე თქვენ მინდა გაჩუქოთ ჩემი წიგნი, რომელსაც მოწერილი არის თქვენთვის. სადღაც ფინავში დრო რო გექნება, შეძლებთ წაიკითხოთ, ეს არის აუცილებლად. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, მადლობა თქვენ ამ გაზიარებისთვის. კიდე 2 საათს ვისაუბრებდი სიამოვნებით, მაგრამ შემოვიტოვებ უკვე ახალი პროექტები რო იქნება და მადლობა ჩვენ მაყურებელს, რომ დაგვითმო თავის ძვირფასი დრო და მადლობა გუნდს, რომ ჩაგწერა. ყველას მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. მადლობა. მადლობა.